მოგესალმებით. დღეს გვაქვს უკვე მე-6 ლექცია ჩვენი კურსის და ამის მერე მოგეხსენებათ სამკვირიან პაუზას ავიღებთ. ამ ლექციით თავდება ეს პირველი ნაწილი, ორნაწილიანი კურსის და ასე ვთქვათ, სამი საწყისი რომ მოვხაზეთ, ხო? ნინოშვილის დასაფლავების სახით, გურიის მოძრაობის სახით და მერე უკვე პირველი რესპუბლიკით რაც იწყება ქართული სოციალ-დემოკრატიის ისტორიაში, ამ გურიის რესპუბლიკას რომელიც წინაზეც ლეგენდარული ფიცის თხრობით მოვხაზეთ, ხო, პირველ ეტაპზე. ეხლა ვეცდებით რომ უკვე მის გურიის რესპუბლიკის სახით 1905 წელს როგორც ფუნქციონირებდა, იმ მოცემულობაში მოვიხელთოთ და მის პარალელურად მასთან ურთიერთქმედებაში, თქვათ, ის პრაქტიკული და თეორიული დაფუძნება, რაც სოციალ-დემოკრატებმა გაუკეთეს დემოკრატიას და დემოკრატიის ფარგლებში თვითონ გლეხობას, რომელიც ესეთი განსაკუთრებით აქტიური გამოდგა. და პრინციპში ამ ლექციაზე რაღაცნაირად შევკრავთ იმ ძაფებს, რომლებიც ყველა წინა ლექციაზე გავშალეთ, იქნება ეს ინტელიგენციის თემა, ამ რაღაცა ხმაწართმეული ხალხის თემა, თუ სხვა რევოლუციის ლოგიკის თემა და ასე შემდეგ და ვერაფერს ვერ გადავჭრით ახლა დღეს უბრალოდ ისე შეკავშირდება ეს ძაფები, რომ რაღაცა კიდევ უფრო ახალი პრობლემატიკის წამოჭრის საშუალებას მოგცემს. ამიტომ პირიქით ჩვენ რეალურად კიდევ უფრო მძაფრად გამოვყვეთ, როგორც წინაზე ფიცის რაღაცა მოუხელთებლობას რო შევეჩეხეთ, აქაც ვნახავთ რამდენი წინააღმდეგობრიობა, ურთიერთგამომრიცხავი ნარატივი, რამდენი სიმპტომია, რამდენი ნაკვალევია, რასაც ტოვებს ესა თუ ის დოკუმენტი, რომლითაც ჩვენ ვახერხებთ, რომ მივუახლოვდეთ მაინც, ირიბად მაინც მივწვდეთ იმას, რაც იყო ეს გურიის რესპუბლიკა. და ზოგადად რაშიც გვადგება ეს დღევანდელი ლექცია და რითიც ის ამზადებს, ასე ვთქვათ, შემდგომ მეორე ნაწილს უკვე კურსის არის იმის ნახვა, ეს დემოკრატია როგორ მუშაობდა პრაქტიკაში, როცა მან 1905 წლის რევოლუციის ფარგლებში მიიღო მართლაც მასობრივი და რევოლუციური ხასიათი და როგორ მუშაობს ის თეორიაში, განსაკუთრებით ჟორდანიასთან და ზოგადად სოციალ-დემოკრატიულ თეორიაში და როგორ ურთიერთქმედებს ეს პრაქტიკის და თეორიის სიფტყე ერთმანეთთან. და აქ არის მთელი სპექტრი არის დაწყებული გურიაში, უშუალოდ გურიაში კონკრეტულ ადამიანებში როგორ განსხეულდა რაღაც ტიპის პოლიტიკური პრაქტიკა და დამთავრებული რაღაცა უფრო აბსტრაქტული, ბეჭდურ ჟურნალ-გაზეთებში ჟორდანიას მიერ წარმართული პოლემიკები და თქვათ პარტიის კონცეპტუალიზაცია და რაღაცა უფრო ესეთი განყენებული მსოფლიო ისტორიული განაზრებები, რომლებიც ასევე რაღაცნაირად ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ. იმითი არის ეს გურიის მოძრაობის მასშტაბურობა, რომელიც მას შეიძინა საკვანძო კავკასიის თანამედროვე ისტორიისთვის და მთლიანად თქვათ რუსეთის იმპერიის გვიანდელი პერიოდის რევოლუციებისთვის, რომ ჯერ ეს ერთი ბევრად უფრო ადრე დაიწყო კავკასიაში ეს რევოლუციური პროცესი, ვიდრე უშუალოდ მეტროპოლიაში, თქვათ იქ თუ 1904 წლის ბოლოდან შეგვიძლია ავითვალოთ, აქ ნახეთ, რომ სულ ცოტა 1902 წელს უკვე რაღაცა ისეთი იწყება, რაც უშუალოდ რევოლუციური პროცესი არ არის, მაგრამ უკვე ნელ-ნელა პოლიტიზაციის დონე და ფორმები სულ უფრო ესეთ მაღალი დუღილის ტემპერატურას აღწევს. მერე თვითონ ეს გლეხური მოძრაობა ქართული სოციალ-დემოკრატიისთვის ის პარტია როგორ ჩამოყალიბდა, იმისთვის არის ფუნდამენტური მნიშვნელობის და ეს ქართველების სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია როგორ პოზიციონირებდა მერე უკვე მთლიან რუსულ
სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში ამისთვისაც ეს გურული გლეხობის გამოცდილება, არა მარტო გურული, მაგრამ მაინც პირველ რიგში მათი გამოცდილება წამყვანი გადამწყვეტი აღმოჩნდა ქართველების პოზიციონირებისთვის. ხო, თან აქ რაღაცა ისეთები კრისტალიზდება, რაც მე უკვე 1917 წლის რევოლუციებიდან მოყოლებული, ასევე მთლიანად წარმართავს, განსაზღვრავს მაშინდელ პოლიტიკურ დინამიკას. წინაზე იკითხა თან რომელიღაცა მაღალ მახსოვს რომ კი მარაო თქვათ ჟორდანია ხო ფიქრობდაო გლეხობაზეო აი ამ გურიის მოვლენების დაწყებამდეცო ან რა თქმა უნდა ფიქრობდა მაგრამ თავარია როგორ ფიქრობდა ხო და რას ფიქრობდა ხო და არა ის რომ თქვათ გლეხობა როგორც ყველა სხვა კლასი მისი რეფლექსიის საგანი იყო ანუ გახსოვს ხომ ეკონომიკურ წარმატებაში მის პირველ თავარ ტექსტში იქიდან მოყოლებული მთელი 90-იანი წლები სოფლის გაქალაქელება, სოფლის გაევროპიელება, მისი ასე ვთქვათ გადასვლა აი რაღაც საბაზრო სისტემაზე, მისი ჩართვა გლობალურ ქსელში არის კიდევაც ხო ერთ-ერთი მთავარი წამყვანი თემა, რომელსაც ეფმის ეს გლეხობის გაპროლეტარულების, ხო პროლეტარიზაციის საკითხი, რომ რასაც მე უნდა მოეტანა უკვე ეს სრულფასოვანი მარქსისტული რაღაცა არმაგედონი, ხო, უკვე პროლეტარიატს და საწარმოო საშუალებების მფლობელებს შორის, ხო? გლეხობა ფაქტობრივად გაქრებოდა როგორც რაღაცა ცალკე ასე ვთქვათ აქტორი, ხო? ამ ისტორიულ მოდელში. მაგრამ აი ამ გურის ფენომენთან მიმართებით ნახავ ძალიან კარგად როგორ და რა ტიპის ძალაუფლებრივ პოზიციაში აყალიბებს ჟორდანია თავის მიდგომას, როგორც პარტიის ორგანიზების ისე რაღაცა უფრო ფართო ისტორიულ რაღაც პროგნოზთან და მთლიანად რევოლუციის დინამიკასთან მიმართებით და ისევ და ისევ გლეხები აღმოჩნდებიან ესეთი ყველაზე სიმპტომური, ყველაზე რთულად მოსახელთებელი თუ მოსათვინიერებელი ელემენტი. და ამ მიმართებას, ხო, თქვათ ამ რევოლუციურ ინტელიგენციას, რომლის თავი განსხვავებაც არის ჟორდანია და მეორე მხრივ გლეხობას შორის რა კონკრეტული ფორმები ქონდა, ხო, რა კონკრეტულ გამოცდილებებში აისახა, აი ამას თუ გვინდა რომ ჩავავლოთ ისევ და ისევ როგორც წინაზე გვიწევს რომ ძალიან ბევრნაირი დოკუმენტი შევაკოციცოთ და თქვა ნახოთ ვის რა სურვილები ამოძრავებდა, ვინ რას როგორ უყურებდა და აქ ჟანდარმერიის დოკუმენტები გინდა თქვა სხვადასხვა პარტიების ერთმანეთთან პოლემიკები სხვადასხვა გაზეთების კორესპონდენტები, უცხოელი ჟურნალისტები ყველა რაღაცა თავისას გვეუბნება. და ესეთია მაგალითად იგივე ლუიჯი ვილარი, რომელიც მე ცნობილი წიგნი გამოსცა, რომელიც ახლახანს ქართულთაც თარგმნეს, ცეცხლი ამახვილი კავკასიაში, რომელიც სწორედ 1905 წლის მოვლენების დროს მოგზაურობს აქ და ერთ-ერთი მთავარი წყაროც არის, თქვათ გურის მოძრაობის დასახასიათებლად. და აი ესეთი თქვათ ასეთი ფოტომასალა პირდაპირ თქვათ როგორც ეს არის ხო მაშინდელი ერთ-ერთი სახალხო სასამართლოს შეკრების მთელი რომელიღაცა თემის მონაწილეობით თქვათ ხშირი არ არის ხო ძალიან იშვიათი ფოტომასალა არის თქვათ რაც გვაქვს ლუიჯი ვილარისთან თუნდაც. რეალურად ესე იგი რა ხო ძალიან მოკლედ რომ აი ეს ისტორია რომ მოვყვეთ ქრონოლოგიურად რომლის დროც არ გვაქვს მაგრამ რომ გვჭირდება რომ მე რაღაცა ისე უფრო ესეთი სიმპტომები გამოვკვეთოთ ხო რომ თაც ჩავებღაუჭებით და უფრო კრიტიკულ ანალიზს დავუქვემდებარებთ. ანუ წინაზე რაც განვიხილეთ ის პირველი ფიცი თუ პირველი ფიცები 1902 წლიდან დაწყებული გადადის უკვე ისეთ მასშტაბურ ბოიკოტში მემამულეების წინააღმდეგ მთელ გურიაში რომ რაღაცა მომენტში
მართლა მთელ რეგიონს მოიცავს. ვრცელდება ეს ბოიკოტი цаრისტული ადმინისტრაციის ორგანოებზეც, იქნება ეს პოლიცია, სასამართლო თუ სხვა. და 1905 წელს, როცა ეს გურიის რესპუბლიკად წოდებულია ეს მოძრაობა არის იქში, თქვათ იქ ოქტომბერში ეს ლეგენდარული ბრძოლაც არის ნასაკირელთან, სადაც მოიგერიებენ მომხდურ цаრისტულ ძალებს და 1906 წლიდან უკვე როცა ისე თლიანად რევოლუცია მთელი რუსეთის მასშტაბით დაღმასვლას განიცდის, цаრისტული რეჟიმი იცლის იმისთვის, რომ გურიასაც მიხედოს და აი ეს რაღაცა უნიკალური მრავალწლიანი თუთვიანი თავისუფლების პერიოდი ჩაახშოს სისხლში, დარბიოს, გადაწვას ქალაქები და დასოფლები და გაასამართლოს ისინი, ვინც ჩაითვალნენ, ასე ვთქვათ, მოთავეებად. და ეს რესპუბლიკასაც რო ვამბობთ, ხომ, ზახშეთ წარმოუდგენიათ ხოლმე, რომ მართლა რაღაცა ისეთი სახელმწიფო შეიქმნა თავისი, რა ვიცი, გერბებით და თანამდებობებით და ყველაფერი იმით, რაც ეს სახელმწიფოს უნდა კონდეს და სინამდვილეში დიდი ხანი რესპუბლიკა ერთის მხრივ კი იყო, თქვათ, რაღაცა ფრანგული რევოლუციური ისტორიიდან მომდინარე რაღაც სამუყვარი მოდელი, რომელსაც თქვათ იგივე ჩვენ მერწინაძე განხილული აი ერკმან შატრიანის გლეხკაცის ისტორიიდანაც იცნობდნენ და თქვათ იმ რო უქადაგებდნენ სოციალ-დემოკრატ პროპაგანდისტები, ისინიც არაკლებდნენ, ხო, რესპუბლიკის შესახებ ინფორმაციას გლეხებს და თქვათ დემოკრატიული რესპუბლიკის მიღწევა იყო კიდევაც ამ რევოლუციის ამოცანა, ხო, თავის კონსტიტუციით, სრული პოლიტიკური უფლებებით და თავისუფლებებით და ასე შემდეგ. მაგრამ რაღაც მხრივ, ანუ რესპუბლიკა მაშინ უფრო აი გურიის მოძრაობაზეა ხოლმე საუბარი უშუალოდ იმ პერიოდში და რესპუბლიკა დიდი ხანი უფრო თვითონ цаრისტულ ჟარგონში არის, უფრო სალანძღავი და კრიმინალიზებული სიტყვა, რითიც იხელთებენ იმას, რომ ამ ხალხს რაც უნდა არის რესპუბლიკა, ანუ მონარქიის დამხობა, ხო? თუ რესპუბლიკა ნიშნავს არა მონარქიულ წყობას. ხო და აი ეგეც ძალიან ძართული არის მაგისი ეს გაგებაც, ხო? იმიტომ რომ თქვათ რადგან თვითონ რა თქმა გააჩნია ვისთან თან, ხა ეს რო ჩადის სულთან კრიმგირეი, ხო, მეფის ნაცვლის თანაშემწე 1905 წელს ისინი ყველა გურული თემი ისეთ მოთხოვნების სიას გაუშანშალებს იმ კაცს, რომ ყველანაირი პოლიტიკური უფლება, თავისუფლება, მიწის დაკანონება, ხო, ჯარში სავალდებულო გაწვევა, დამფუძნებელი კრების მოწვევა, ყველაფერი არის პოლიტიკური და ეკონომიკური უფლება, რაც კი შეიძლება, ასე ვთქვათ, ესეთ ჯანსაღ ლიბერალურ მას, ხო, პაკეტში შედიოდეს, მოკლედ როცა ხარ იმაში თან, ხო, რაღაც цаრი სრული თვითმყოფელი მონარქიის რეჟიმში ყველაფერი იყო შიგნით, მაგრამ იქ царიზმის წარმომადგენელს ვერ ეტყოდნენ, რომ ჩვენ რესპუბლიკა გვინდა, ხო, პირიქით იქ ცნობილი არის, რომ ეს კრიმგირე ამბობს, რომ ამათ საფრანგეთის რესპუბლიკას ვერ დაკმაყოფილებთო, ხო, ისეთ რაღაცებს ითხოვენ და ამ შემთხვევაში პლუს საინტერესო ის არის, რომ თვითონ თქვა მთლიანი იმ რაღაცა რუსული სისტემის მიმართ ძალიან დიდი ლოიალურობა არის, მიუხედავად იმის გამო, რომ ეს ოსმალეთისგან მომდინარე ან შესაძლო საფრთხის აღქმა ძალიან მძაფრი არის და რაღაცნაირი ლავირება მიდის აი ამ ერთიან რუსულ უფრო დემოკრატიზებულ რუსულ სივრცეში დარჩენის სურვილსა და აი ამ უფლებების მოპოვებას შორის, მაგრამ თქვა არალეგალურად, იატაკქვეშურად ალბათ რესპუბლიკასაც ხმარობდნენ და მე უკვე აი ეს 1930-იან წლების დაწყისში რომ საბჭოთა პერიოდში უკვე რომ პარტიის ისტორიის ინსტიტუტი რო იწყებს მოღონებების შეგროვებას ჯერ კიდევ ცოცხალი გურული გლეხებისგან, ვინც მონაწილეობდნენ ამ რესპუბლიკაში, იქ პირიქით სწორედ აი ეს რესპუბლიკა როდის ეწოდა, ან თქვათ ვინ გახდა პრეზიდენტი რესპუბლიკის, რაღაცა მაგ კუთხით უსვამენ კითხვებს და რაღაცა პასუხი კი, აი ეს თან ბერიამდე ასპექტი სანამ ბერია ან ვიღაც აი ჩვენ ხო მუდმივად ვიცით
არაფერი. ხოდა პრობლემა რა არის? ნახეთ, ამ მთელი ამბავი ხო რის გამოც ესე ვართულებთ ახლა საქმეს, ხო? ანუ ჩვენ არ გვაქვს არანაირი პირდაპირი წვდომა თვითონ გურულები რას ამბობენ, თუ ჩვენ გვაქვს, ეს არის მხოლოდ აი ეს 1933 წლის ნაკრები, თქვათ, მოგონებების, რომლებიც უკვე ძალიან კონკრეტულად იმ საბჭოთა მეხსიერების პოლიტიკის რაღაცა იმ კონკრეტულ ძალაუფლებრივ ასე თქვათ კონტექსტში ეწერება და იქ რაღაცა წინასწარშედგენილი კითხვარის მიხედვით ეცემა პასუხები და ასე შემდეგ და მან თქვათ არის გურულები თვითონ ვეცემენ პასუხს, მაგრამ ცემენ პასუხს იმას, რასაც კითხვას უსვამენ და იქ ის რესპუბლიკაც ნახსენებია და ყველაფერი. და თქვათ მენშევიკების დროს ცუდი იყო, ხო? და მიდის თელი ეს. უბრალოდ იქ ჯერ რადგან არ არის ბერი ასეული აი ეს ტოტალური გადაწერა მომხდარი, რაც 1995 წელს ხდება, საინტერესოა რომ მაგ მოგონებებში თქვათ ძალიან თავისუფლად ახსენებენ ეს გლეხები ჯერ კიდე აი ამ მენშევიკ აქტივისტებს და ბელადებს და ის რომ მენშევიკური ფრთა იყო დომინანტი და ჰეგემონია ეპყრა გურიაში საქართველოშიც ეს აბსოლუტურად აღიარებულია უბრალოდ ნუ აი რაღაცა უკვე ბოლშევიკური პერსპექტივიდან არის ინტერპრეტირებული როგორც რაღაცა რაც ნუ მოსატოვებელი ისტორიული ეტაპი იყო ხო და აი მან თქვა გვაქვს ეს ხო რაღაც უშუალო ადგილსაც უშუალოდ გურულები არტიკულირებენ, მაგრამ ყველა დანარჩენი მით უმეტეს თვითონ 1905 წლის პერიოდის 1902-დან მოყოლებული რაც კი გვაქვს არის ამ მოძრაობის პირდაპირ მტრების, ჟანდარმერიის რაღაც ან შპიონების ან რაღაც პოლიციის რეპორტების მასში დოკუმენტები ან ვიღაცა ინტელიგენტი ან რაღაცა ეთნოგრაფიული მზერით აღჭურვილი ჟურნალისტები რომლებიც ხო ბჭყალებში ხმარობენ რესპუბლიკას და ვიღაცა თქვათ გათვითცნობიერებული ის გლეხები და პარტიული მუშაკებიც ალბათ ხმარობენ მაგრამ მთელი პრობლემა არის ის რომ თვითონ რას შვებოდნენ და რას აკეთებდნენ ეგრო არ არის ცალსახა და ძალიან განსხვავდება იმის დამიხედვით ვინ რას ყვება აი მაგაშია მთელი ესე იგი სირთულე და პეცი და სილამაზე ყველაფერი იმისა რაც გვინდა რომ დღეს განვიხილოთ იმიტომ რომ რა არის ხო რომ წინაზეც ეს თქვით აი მხატზე ფიცის კონტექსტში რომ და დღეს კიდევ უფრო მეტ აი ესეთ რაღაცა პოლიტიკურ, მაშინდელ პოლიტიკურ პრაქტიკას შევეხებით, რაშიც რომელთა ერთობლიობამაც შეადგინა ის რასაც ეწოდა გურიის რესპუბლიკა. აი სახალხო სასამართლო იქნება თუ სხვა. მთელი ამბავი ხო ის არის რომ ეს ხალხი რომელიც აი მართლა ნინოშვილის მენაღწერილი იმ რაღაცა საშინელი მდგომარეობიდან სულ 10 წელზე ნაკლებში რაღაცა ძალიან სერიოზულ ტრანსფორმაციას განიცდის თუ მართლა ისე საშინელად იყო საქმე როგორც ნინოშვილი აღწერს ხო კიდე მეორე ამბავია იმიტომ რომ კიდე ეგეც ხო რაღაცა მზერის ამბავია რომ ასე თქო ჰაერიდან არ ჩდება ხო ესეთი რაღაცა როგორც გურიის რესპუბლიკა არის ეს ხალხი რაღაცებს აკეთებს ისე რომ თვითონ ამას არ დოკუმენტირებს არ წერს ამას რაღაც თვითონ სახელს ესე არ არქმევს და ყოველთვის თუ ვიღაცა ისევე ჟანდარმერის წარმომადგენელი არ არის პარანოიდულად ჩაფრენილი იმაზე რომ აი დააკვირდეს და ამოიცნოს ვიღაცა იქ ხო რომ მოძრაობის თავკაცი და ასე შემდეგ ან თქვა რაღაც მართლა ჭარბი ყურადღება მიაქციოს ხო იმას რასაც შვრებიან ეს გლეხები რომ შემჩნეულები რო არიან რაღაცა ასეთ არა ცუდ რაღაცეებში ხო ანუ ყოველთვის ვიღაცა გარედან მოსული ან ჟურნალისტი, ან ეთნოგრაფი, ან მეცნიერი, ან პარტიული მუშაკი არტიკულირებს და დაგიმარცვლავს იმას, რასაც ეს ხალხი უბრალოდ აკეთებს, ისე რომ თვითონ ამაზე მერე დამატებით აღარ ლაპარაკობს, ხო? თუ არა და აი როგორც იმ მოგონებებში არის უკვე 1930-იან წლებში, აი ამ ფიცეც რომ თვითონ მე რო ლაპარაკობენ, მითი 30 წლიანი დაშორებით
თვითონვე უკვე ის კი არ არის რომ აი როგორც ის გურული გლეხები აი იმ მოგონებებში ამბობენ აი ეს არის ნამდვილი ავთენტური ნაღდი ვერსია ამის ხო არა იქაც რეალურად უკვე ის გლეხი რომ არტიკულირებს ხო ის უკვე არის ისეთ პოზიციაში როგორშიც მანამდე აი ეს ინტელიგენტები იყვნენ თქვათ ჟურნალისტი იქნებოდა ეს ვიღაცა ნიკო მარისნაირი მეცნიერი ვინც ასევე გაივლის გურიაში თუ რა ვიცი ლუიჯი ვილარი ასე ჩამოსული ტურისტ ჟურნალისტად ხო უკვე ისინიც ეს გლეხებიც უკვე რაღაცა ამ დისტანციიდან და ცოტა ზემოდანაც უყურებენ თავიანთ აი იმ საწყის სადაც იქ უწევთ რომ აღიარონ რომ რაღაცა ხატებით და რაღაცეებით რაღაცას ფაფხურობდით და ნუ ბნელები ვიყავით მაშინ და ეხლა აწი გვეშველა და შეგნებული მეცნიერული სოციალიზმით გამსჭვალული ისინი ვართ სრულფასოვანი ავტონომიური სუბიექტები ხო და ანუ აი ის თუ რას შვრებიან ეს გურულები აი ამ საკვანძო წლებში მოკლედ ძალიან რთული მოსახელთებელია თუმცა ერთი ის ნამდვილად ხდება რომ თუ აი მართლა ნინოშვილი რასაც აღწერს და როგორც ჩვენ ვცადეთ ნინოშვილზე მეორე ლექციაში დახასიათება 1890-იანი წლების გურული პროვინციის ყოფის ხო აი იმპერიული მართლობის ქვეშ თუ ეს არის მართლა რასაც აი კოლონიური განუკითხაობა შეიძლება ეწოდოს აი ამ სწრაფ მართლა ჯაბახანა მოდერნიზაციის პროცესში რომ ჩატოვებულები რო არიან ეს გურული გლეხები და ყველანაირად ამოვარდნილები იმ ინსტიტუციებიდან რომელთაც ეს იმპერია თითქოს გთავაზობს მაგრამ არ გთავაზობს თან არანაირ ბერკეტს რომ ამაში სრულფასოვნად იმონაწილეო ხო აი ჩვენ რომ ნახოთ რას აკეთებენ ეს გურულები როცა თქვათ ამ ბოიკოტს უცხადებენ ადმინისტრაციას სახელმწიფო სტრუქტურებს და ესეც რაღაცნაირად პაზლივი დასაწყობი არის მოკლედ იმდენად გაფანტული და არასრული არის მასალები ამის თაობაზე. ნუ ერთი რაც არის, ეს არის ის რომ ძალიან მიზანმიმართულად ეს გლეხობა, რომელიც ვიცით რომ ცოტა უფრო წიგნიერია ვიდრე ყველა სხვა, ასე ვთქვათ, რეგიონის გლეხობა, სრულად მიზანმიმართულად წვავს სასამართლოს და პოლიციის დოკუმენტაციას, რაც გლეხურ მოძრაობებში ისეაც მსოფლიოში ძალიან ხშირი იყო და აქაც რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაცნაირად პირდაპირ უპირისპირდებიან აი იმ მოსემწერლების აი მთარეშს, ხო, მათ ხელში არსებული მძალაუფლებას, რომელიც სწორედ ემყარებოდა იმას, რომ მათ იცოდნენ ეს წერა-კითხვა და ეს გლეხები დამოკიდებულები იყვნენ აი ამ რაღაცა კორუმპირებული წვრილმანი ჩინოვნიკების მასე ხომ რაღაცა მაიმუნობებზე ხომ და მთელი საქმის წარმოება ხდება სრულიად ზეპირი ხო როგორც ნიკო მარიც შენიშნავს ცნობილი მეცნიერი რომელიც გურული იყო წარმოშობით და სწორედ გავლით არის გურიაში პოლიტიკური მოძრაობის ყველაზე ცხელ მომენტში და ზოგადად სრული შეპყრობილობა არის აი ამ ცოცხალი ზეპირი სიტყვით ანუ მას მერე რაც ამდენი ხანი ესე იგი არ ეღირსა ამ ხალხს მშობლიურ ენაზე სამართლის წარმოება თავი დავანებოთ რაღაცა თავისუფალ საჯარო შეკრების თავისუფლებას ისინი პრინციპში იმას რასაც მანამდე ან იმავე პერიოდში ეს უფრო ესეთი ლიბერალური და არისტოკრატიული წრეები პეტიციებით და თუ შეიძლება თქვენგანაც თვალეთი ცდილობენ რომ იმპერატორს გამოსტყუონ რომ ანუ არ მუშაობს ეს თქვენი დიდი პატივით მონიჭებული სასამართლო რეფორმა კავკასიაში, იმიტომ რომ ესე იგი ეს რუსული არ ესმის ადგილობრივ მოსახლეობასთან მოგვეცთ უფლება რომ ადგილობრივ ენებზე ვაწარმოოთ სამართალი და უფრო ადგილობრივ ადათებთან
თანხვედრაში აი ამას რო ითხოვენ აი ესე რაღაცა უფრო ესე რბილად ეს გურულები ადგებინა პირდაპირ აკეთებენ ამას ხო ანუ აი უცხადებენ ბოიკოტს ამ არსებულ სასამართლოებს და პირდაპირ გადადიან ამ ქართულად მშობლიურ ენაზე ამ სამართლის აღსრულებაზე თან სრულიად საკუთარი ამ კოლექტიური ძალისხმევით ეს არის და ეს არის ხაშორს კიდე ერთი საინტერესო რაღაც რაც ვლინდება უკვე მაგალითად როგორ უჭირს ან როგორ ცდილობს მიუდგეს ამ გურულების ქმედებას სოციალ-ფედერალისტური პარტია რომელიც სოციალისტები იყვნენ მაგრამ თან ითხოვდნენ ეროვნულ ავტონომიას რაღაცა უფრო ფართო ფედერაციულ დემოკრატიზებული რუსეთის სტრუქტურაში და თქვა აი რა ცნობილი მოთხოვნები რო გაჟღერდება 1905 წელს აი კრემგირეისადმი წარდგენილი ამათში უმეტესობა თემების უმეტესობის ამ მოთხოვნებს შორის რო არ არის ასე თქვა ქართული ენის მოთხოვნა ეს რაღაცა ნაკლად აღიქმება და ნუ ბრალდება იმას რომ სოციალ-დემოკრატები ასეთი ანტიეროვნულები რო არიან ესე იგი ნუ ყველანაირ ეროვნულობის გამოვლენებას ახშობენ ხო მაგრამ ანუ მთელი ამბავი არის ის რომ ყოველგვარი რაღაც ნაციონალისტური დოქტრინის გარეშე ეს ხალხი ახორციელებდა ასე ვთქვათ იმას ხო რაღაც ეროვნულობას თუ რაც გვინდა ის დავარქვათ იმითი რომ ფაქტობრივად პირველად მათ დაიწყეს მართლა აღსრულება ამ სამართლის საკუთარ ენაზე და ასე ვთქვათ სიტყვას ფასი დაუბრუნეს შეიძლება ითქვას ხო იმიტომ რომ მთელი თქო მაშინდელი რეფორმატორები კავკასიელი სწორედ იმაზე უთითებდნენ რომ აი ეს ენობრივი გათიშულობა სასამართლოს პროცესთან და სრული მთელი აქცენტის წანაცვლება აი ამ წერილობით ბიუროკრატიულ პროცედურებზე უკარგავდა სასამართლოს აი ამ რაღაცა ცოცხალი დავის და ცოცხლად აი სამართლის მოთხოვნის სამართლისთვის ბრძოლის ფუნქციას და ფაქტობრივად უბიძგებდა ხალხს იქითკენ რომ ყოფილიყვნენ სრულად აპათიურები და ერთ-ერთი მაგალითად ასე ერკვან შატრიანის არ იყოს საყვარელი რომანი როგორც ირკვევა მაშინდელი გურულებისა ნუ იმათი ვინც წერა-კითხვა იცოდა ყოფილა ტოლსტოის აღდგომა რომელიც ზოგადად მაშინ იმ პერიოდში ითარგმნება და სადაც არის კიდევაც ძალიან კარგად ნაჩვენები აი ამ მე-19 საუკუნის ბოლოს რუსეთის სასამართლოს სრული ეს რუტინულობა და ინერცია და აპათიურობა ბიუროკრატიული რომელიც აშკარად ძალიან ნაცნობი იქნებოდა გურული მკითხველებისთვის. მეორე ამბავი არის აი ეს საკეთებენ გურულები ხო არის ეს გაუთავებელი ყრილობები და ეს კრებები ყველა საკითხზე რო ეს რაღაცა საჯარო ბჭობა რომ ინდის ანუ ყველაფერი არის რაღაცა წმინდად პოლიტიკური ყველა არის აღსილი აი ამ რაღაცა პოლიტიკურობით და ტოტალურ საჯაროობაში არიან გამოსულები და ხარობენ იმითი რომ ამდენი ხნის ესეთ დაბეჭავებულ მდგომარეობაში მყოფ ხალხს აქვთ მათთვის სრულიად გასაკვირად რაღაცა უკიდეგანო თავისუფლება, ხო? და თქვათ ნიკომარი იმასაც ამბობს, რაღაცა მომჭირო გასაკვირიც კი არისო, რა ამდენ დროს როგორ ატარებს ეს გლეხობა ასე გარეთ ამ კრებებზე და მიწათმოქმედებაში რო არიან და ამდენი საქმე რო არის და თანაოდ იმას ამბობს რომ ანუ რო ჩავედიო კი თავისუფლებას სუფევდაო სრული მაგრამ ნუ სიდუხჭირე და სიძვირე და ყველაფერი ისეთივე ან უარესი იყო უბრალოდ იმდენად ეს თრობა დიდი არის აი ამ პოლიტიკური აი ამ აქტორობით თორად შეიძინეს გლეხებმა რომ აშკარად რაღაცა კიდე სხვა მდგომარეობაში იმყოფებიან ამ რაღაცა პოლიტიკურ სუბიექტად ყოფნის და ნუ ვიცით რომ მაშინ შემოიღეს ერთმანეთსადმი მოქალაქის წოდება ხო თქო გლეხს თუ დაუძახებდი იქ შეურაცხმყოფილად იგრძნობდნენ თავს ამხანაგოს უძახიან თქო უკვე პარტიულ კონტექსტშიც და
ასე შემდეგ. თქვათ ეკონომიკურ ამბებს რაც შეეხება იქ ყველა წოდება უკვე მღვდლიან არისტოკრატიან ერთვება გლეხებთან ერთად აი საგზაო სამუშაოებში, მთელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში, რაც მანამდე მარტო ამ გლეხებზე იყო შეწერილი, აქაც გახსოვს ხო, კაცია მუნჯაძე და გოგია უშვილის და მაგათი წუხილები რაც იყო. და რაც თავარია და რაც ასევე ყველაზე რთულად მოსახელთებელი არის, იმიტომ რომ აი ძალიან ვერ გაიგებ რომ ანუ არ არის დაკონკრეტებული არსად. რაღაცა ძალიან საინტერესო საერთო ესეთი დაქსელილი ეკონომიკური ურთიერთდახმარების ქსელი მეურნეობა შექმნეს გურულმა თემებმა. საერთო საზოგადოებრივი იყო მეურნეობაო ერთ-ერთი იხსენებს კიდეც. როგორ ანუ სრულიად გაუგებარი რჩება და თქვათ მიხაკო წერეთელი უკვე ანარქისტი ანუ ყოველში ისედაც ხო მოხდა ის რომ მემამულებსაც ჰქონდა თქვათ რაღაც ტიპის ზედმეტი ის რაღაცა ზედმეტი მონაგარი ხო რასაც თქვათ მე გაყიდდა უმეტესობა ანთმობს ან ყიდის ამ თავის მიწებს გადადის ქალაქში ან თქვათ თვითონაც ერთვება რაღაცნაირად ამ მოძრაობაში იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ არის იმდენად ყოვლის მომცველი ხდება და თვითონ ეს ვინც არიან ჩართულები და ესეთ დღე-დაღამე რო ემკრებებზე რო არიან და მაინც რაღაცნაირად თავი რო გააქვთ როგორ შვრებიან აი ამ სოფლის მასშტაბით აი ამ აი იმ რაღაცა კომპლექსურ ურთიერთდახმარების სისტემას, რასაც აღწერს თქვათ წერეთელი, რასაც თქვათ წერეთელი კომუნიზმს უწოდებს, ხო? ანუ არ კონკრეტდება ისევ და ისევ. მაგრამ ფაქტია, რომ აქაც რაღაცა ისეთი ხდება, რაც გლეხებს ეხმარ, რასაც ეს გლეხები თვითონვე ხო და ანუ აი სამ სოფლებს შორის, ამ თემებს შორის როგორ მიდიოდა ეს ანუ ეს ურთიერთდახმარება, ასე ვთქვათ, ხო? ძალიან ან თქვით უშუალოდ ოჯახებს, კონკრეტულ კომლებს შორის ყველა ლაპარაკობს აი ამ რაღაცა საერთო სოლიდარობის ეკონომიკაზე, მაგრამ ძალიან ის არის. თქვათ საინტერესო არის ის, რომ მე იგივე აი მოგონებებში 30-იან წლების აი ვეძებდი რომ ახლა რომელიღაცა მაინც მოყვება რაღაცა უფრო ხელშესახებს. არ ყვებია, იმიტომ რომ არა მაგაზე არ ისმება კითხვა. ეს არ იმიტომ ეს არ არის სოფელში გლეხი ახლა რასიზამს ეს მარქსისტული ჩარჩონა არ არის საინტერესო, იმიტომ რომ უნდა გაპროლეტარდეს და გადაშენდეს. ან თქვათ ბობოლა გლეხად უნდა იქცეს და გადავიდეს ბურჟუაზიის მხარეს და უნდა მე იმას შეებრძოლო, ხო? ამიტომ თქვათ აი ის გამოცდილება რაც იყო კონკრეტულად მაშინდელი ამ სოლიდარობის ამ ძირითადად ეკონომიკურ სიფრთხეზე ესეც სრულიად ბუნდოვანი რჩება. მაგრამ თქვათ აი წერეთელი ხო რომელიც მაშინ ანარქისტია სწორედ ამას აღწერს და თქვათ იმ ბოიკოტი გინდა თუ სახელმწიფო ინსტიტუციების გაუქმება, აი ამას თლიანად უწოდებს ანარქიას, ხო? ანარქისტული დოქტრინიდან და დოქტრინის განმოსახედიდან უწოდებს ანარქიას და ამ კუთხით საინტერესოა რომ ეს პოლემიკაში შედის სწორედ სოციალ-დემოკრატებთან, რომელთაც სრული ბატონობა ჰქონდათ მოპოვებული გურიაში და მთელ მოძრაობაში და არც მიუშვეს წესიერად ეს ანარქისტები გინდა თუ თქვათ ფედერალისტები. თუნდაც იმიტომ რომ უბრალოდ თქვათ ადეც ამბობს რომ დიდი წილი შემთხვევითობის ამბავიც იყო, რომ ჩვენ პირველები აღმოჩნდოთ, ანუ გურულები იყვნენ უმეტესობა თვითონაც და სოციალ-დემოკრატები და ამიტომ ფაქტობრივად დობაც მეტი იყო, რაღაცა პირადი კავშირებიც მეტი იყო და რაღაცნაირად უფრო დაარწმუნეს კიდევაც და რაღაც საორგანიზაციო მოდელიც ესეთი შესთავაზეს ამ გლეხებს, რომ მოიპოვეს სრული ჰეგემონია და თანასწორია ისიც ქნეს რომ მიუხედავად აი ამ მარქსისტული თქვათ
დოგმისა, რომ აი ეს წვრილი გლეხური კერძო საკუთრება უნდა რაღაცნაირად მოშთობილიყო და რაღაცა ტიპის კოლექტივისტურ მეურნეობაში უნდა გადაზრდილიყო იქნებოდა ეს თქვა თვითმმართველობისთვის დაქვემდებარებული საერთო საკუთრება, რასაც მუნიციპალიზაცია ერქვა, თუ რაღაცა სახელმწიფო საერთო საკუთრებად, ხო, კოლექტივიზაცია, რასაც ქვია უფრო სოციალიზაცია უფრო ზოგადად, აი ეს წვრილი მესაკუთრეობა უნდა დამთავრებულიყო, ხო? და იმის დამიხვედრად, რომ ეს არის რაღაცა სოციალ-დემოკრატიული ერთიანი რუსული პარტიის ოფიციალური განაცხადიც და ქართველებიც რაღაცა მხრივ მუნიციპალიზაციას უჭერენ ხარს, იმის გამო, რომ თქვა გლეხებში შენიშნავენ აი რაღაც კერძო საკუთრებისკენ მეტ მიდრეკილებას, ასე ვთქვათ, ამ გლეხებს ხარს უჭერენ იმაში, რომ წამყვანი ხაზი გახდეს სწორედ მიწების პრივატიზაცია. ოღონდ აქაც ხო რეალურად ისე, ანუ ეს გადახვევაც არ გამოდის მარქსისტული, ასე ვთქვათ, იმიდან ხაზიდან, იმიტომ რომ უბრალოდ ერთია, რომ ამ გლეხმა შეიძლება, რომელიც იმხანად დროებით ვალდებული, აი ეს მცირე მიწიანი გლეხი იყო, რომელთა უმეტესობაც მაინც სულ სადღაც ბათუმში ან სადმე სხვა ინდუსტრიულ ცენტრში საშოვარზე იყო ხოლმე წასული, იმიტომ რომ არ ყოფნიდა ეს რასაც ქირაობდა, რაც რისი გამოსყიდვაც უწევდა, ხო, ბატონყობის შემდგომ ეს მინიჭებული რაღაცა მცირე ნაკვეთის. ეს გლეხები გულისხმობდა, რომ ან გაპროლეტარდებოდნენ, ან ხო, სრულად, ასე ვთქვათ, გადაიქცეოდნენ ქალაქის მუშებად, ან ვთქვათ, თუ გახდებოდნენ წვრილი მესაკუთრეები, ისინი უმცირესობა ბოლოდ გადაიქცეოდა და ხო, ბურჟუაზიაში ერწყმებოდა, ან ისევ და ისევ აი მწვრილ მესაკუთრეობას ჩაყლაპავდა ეს დიდი კაპიტალი, რაღაცა მევახშეობა და ეს ბურჟუაზიული ფენაც გადაინაცვლებდა პროლეტარიატის ბანაკში, ხო? ამიტომ თქვა ეს პრივატიზაციაც გარკვეულწილად რაღაცა ეს იყო გამოსავალი იყო, რომელსაც ჩვენ მარქსიზმის ფარგლებშიც ეს ისტორიული მოდელი და ეს პროგნოზი გთავაზობდა, ხო? მაგრამ აი კარგად რომ ნახოთ კიდე აი როგორი მაზალოა რა ეს ურთიერთობა ამ სოციალ-დემოკრატებს და გლეხებს შორის და როგორ უდგებოდნენ სოსტეკები ამ გლეხობას შეგვიძლია წავიკითხოთ ეს ერთ-ერთი მოგონება რომელშიც რომელიც ეხება მაკვანეთში ერთ-ერთ შეკრებას, სადაც ცნობილი პროპაგანდისტები გამოვლენ და უქადაგებენ აი რაღაცა მასობრივად შეკრებილ ადგილობრივ გლეხობას, რომ ესე იგი თანდათანობით ხდება კაპიტალის კონცენტრაცია და თანდათანობით პროლეტარდება ეს წვრილმანი მესაკუთრე და ანუ თქვენ გლეხობა ისაც გარდამავალი კლასი ხართო, ხო? და საოცილებელი ისტორიული კანონზომიერება არისო. და თქვენ როგორც პროლეტარიის მოძმე ახლობელი, მათ რეზერვებში უნდა იყოთ ვსად სოციალური რევოლუციისთვის, რაც ისეაც არისო გურიის პარტიის დოქტრინაო და ნუ თქვენს გაპროლეტარდებით ფაქტობრივად და თქვენ მათთან ერთად ისინი ვინც უკვე არიან პროლეტარები, მათთან ერთად აქედანვე შეგიძლიათ დაიწყოთ სოციალიზმის ბრძოლა, იმიტომ რომ სხვა გზა მაინც არ გაქვთ, ხო? ანუ მაინც ეგ არის თქვენი ბოლო ბედი, ხო? და კრება დასრულდა დიდი აღთოვანებით. ანუ საინტერესო არის ის, რომ ანუ ეს გარდამავალობა, ხო? ეს ტრანზიციულობა აი აქ დაახლა როგორიც ხარ იმისი ასე ვთქვათ ეს ტრანზიციულობა ხო ან აქ დაახლა რასაც შვრები იმისი დაქვემდებარება იმისთვის რომ აი ფართო ისტორიულ პროგნოზში სახარ ხო რაღაცა მილევადი კლასი ხარ ფაქტობრივად ხო ეს გარდამავალობა მოკლედ ანუ არის რჩება იმ შემთხვევაში თუ მართლა პროლეტარდები და თუ ვთქვათ კერძო საკუთრებაში გადმოგეცემა გლეხს ეს შენი პატარა მიწა და ხდები რაღაცა წვრილ ბურჟუა და ამითი გამოდიხარ აი ფეოდალური ფაზიდან და ვთქვათ
შენც გადადიხარ აი ბურჟუაზიულ კერძო მესაკუთრეობის ფაზაში და ამით წავედ აი რაღაცა არსებობას როგორც სრულიად თითქოს ანაქრონისტული კლასი ხო რომელიც იდეაში აღარ უნდა იყოს კაპიტალისტური ეპოქის წიაღში. ეს რაც ხდება, რასაც სრულად სერიოზულად ისმენს ხალხი და ითავისებს, ხო? ეს ძალიან რაღაც ანეკდოტური სახე შეიძინა ერთ-ერთ გურულ ინტელიგენტთან, რომელიც ფედერალისტებს ეკუთვნოდა და რაღაც ანეკდოტად დადიოდა ის რომ ესე იგი იმდენად ისე გამოურეცხეს ტვინიო სოციალ-დემოკრატებმა გლეხებსო რომ ჩააგონესო რომ ხშირად გლეხს ერთადერთ თავის გამაბედნიერებულ საშუალებად გაპროლეტარებაღა მიაჩნდა ხო და ერთმა გლეხმაო ეს ოზურგეთი რომ გადაწვეს ცარისტულმა ძალებმა 1906 წელს ესე იგი არაფერი უკეთესი არ მოთავში აზრად რომ გარდა იმისა რომ გახარებოდა რომ ესე იგი რაც მალე გადავიწვევით მით უკეთესი იმიტომ რომ მით უფრო მალე გავპროლეტარდებითო ხო ანუ ეს რაღაცნაირად გასაგებია რომ ესეთია სასოციალო ამბავია მაგრამ თავისთავად რაღაც ტიპის სიმპტომს მოგვახელთებინებს ხო თან უნდა ისიც გავითვალისწინოთ რომ ისიც იმაზე ძალიან ბევრი მსჯელობა არის მოგეხსენებათ რატო გახდა თქვა აი სოციალიზმი მთელი თავისი აი ამ ხელა გრძელვადიანი ამ ისტორიული ეკონომიკური პოლიტიკური ტრანსფორმაციის აი ესეთი მწყობრი მასშტაბური ხედვით რატომ გახდა როგორც ზოგიერთი ამბობს ლამის სულიერ მოთხოვნილებად რატომ იქცა ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის არა მარტო ყველაზე უქონელთათვის არამედ თქვა ინტელიგენციის და რაღაცა შუა კლასის ბევრი ჯგუფისთვის ხო და ერთ-ერთი ალბათ ნუ ვიღაცა გეტყვით რომ იქ რაღაცა მემარჯვენე იტყვის რომ თქვა აი ზურაბ ავალიშვილს აქვს რომ აი ქართული ეკლესიის ავტოკეფალია რომ გააუქმეს აი ეს რაღაცა რელიგიური მესიანური ასე ვთქვათ წადილი გადაიღვარა აი ამ სეკულარულ აი ამ სოციალისტურ სეკულარულ ვარიანტში მესიანიზმის რომელიც ასევე გპირდება რაღაცა რა ჰორიზონტს და იმას ხო ამ ქვეყნიურ სამოთხეს მეორე ამბავია რომ თავისთავად იმხანად როცა ვიცით ხო როგორი ფასი ქონდა ამ სწავლულობას ხო არა მარტო სოფლად არამედ ეს მეცნიერულობა და ეს მეცნიერული სიზუსტე იყო რაღაცა ტიპის კიდე განსაკუთრებული ღირებულების მქონე აი ეს მეცნიერული სოციალიზმი რასაც ავითარებდნენ მარქსი და ენგელსი მთელი თავისი აი ამ გრადაციებით ეპოქიდან ეპოქაზე გადასვლით ხო ამ კონკრეტული მატერიალისტური ანალიზით და აი ამ ძალიან მკაფიო პროგნოზებით თან შენ რო გაქცევდნენ აქტორად ხო შენ რო გეუბნებოდნენ რომ აი შენ გაქვს ახლა ბერკეტი რომ ესა და ეს გააკეთო ყველაფერს ვერ იზამ მაგრამ თქვა აი ამ ეტაპზე შეგიძლია რომ რაღაც პოლიტიკური უფლებებისთვის იბრძოლო მეერე მოვა დრო რომ თქვა უკვე სოციალიზმი დავამყაროთ და ასე შემდეგ ანუ იმდენად ესეთ წყობრო სურათს იძლეოდა რომ აშკარად მართლაც აკმაყოფილებდა რაღაც ძალიან სერიოზულ მოთხოვნილებას ხო ყოველშაბათში ძალიან ბევრი რაღაცა შეიძლება მიზეზი ქონოდა იმას თუ რატომ გახდა სოციალიზმი ესეთი პოპულარული, განსაკუთრებით პოპულარული, ესეთ ფართო ფენებში მით უმეტეს გლეხობაში, ხო? ხო, ეს ძალიან კარგი კარიკატურა სარტმელიძეს ვერ იტანდნენ სოციალ-დემოკრატები, იმიტომ რომ რაღაცა ისეთი ექსცენტრიული ფიგურა იყო და თავის კომუნა დაარსა აი გურიაში და ნუ მოკლედ სულ აკრიტიკებდა ამ სოციალისტების აი ამ რაღაცა ისტორიის ფილოსოფიურ პროგნოზებს და პრინციპში იხელთებდა ყოველშაბათში რაღაცა ხედავდა სიმპტომს იმისა, რომ რაღაცნაირად ექცეოდნენ, რაღაცნაირად უდგებოდნენ ამ გლეხობას განსაკუთრებით სოციალ-დემოკრატები, რომლებიც აი ფართო დემოკრატიულ, ასე ვთქვათ,
ფართო დემოკრატიულ ფრონტს იჩემებდნენ, ხო? და აქ არის კარიკატურა, სადაც ესე იგი რაღაცა მორიგი ბროშურა გამოსცა ართველიძემ, რომელიც იდეაში უნდა ნინოშვილის ბიუსტის ასაგებ ფონდს უნდა მოხმარებოდა და ნუ ესე იგი გამათრახეს ყველა სოციალ-დემოკრატიულ გაზეთში, რომ ესე იგი ნინოშვილის სახელს უნდა ამოაფაროს თავისი უნიჭობებიო და მოკლედ დიდი შემოხლა ჰქონდათ. მაგრამ ანუ რითიც ანუ საინტერესოა ეს აი ართმელიძისნაირი რაღაცა მარგინალური ფიგურაც არის ის რომ მართლა რაღაცა ამ სიმპტომს იხელთებს, ხო? და აი ეს რაღაცნაირი აცდენა რო იყო, ან რაღაც დისონანსი, თუ რაც ხახუნი გურიის რესპუბლიკაში ხალხი რას აკეთებდა იმასა და სოციალ-დემოკრატების მიერ შემოთავაზებულ თუ თავსმოხვეულ თქვათ პარტიულ პრაქტიკასა და თეორიას შორის იმაში ჩანს რომ დღემდე გაუგებარია მაგალითად აი სურვარი ლაპარაკი ხო იმაზე რომ თქვათ გურულებმა შექმნეს მართვის სისტემა რომელშიც არსებობდნენ 10-ის თავები ეს 10-ის თავები მერე ერთიანდებოდნენ ვიღაცა 100-ის თავის ქვეშ ეს 100-ის თავები მერე ირჩევდნენ თქვათ თემის წარმომადგენელს მერე ეს თემის წარმომადგენლები რაღაც უფრო დიდ სამხარეო წარმომადგენელს და ეს სამხარეო წარმომადგენლები მერე შედიოდნენ აი იმ ლეგენდარულ გურიის კომიტეტში, რომელიც იყო პრინციპში სოციალ-დემოკრატების მიერ უშუალოდ ამ გურიის ამბების სამართავად დაფუძნებული. და ვთქვათ ისტორიო რამიშვილი ამბობს, რომ თვითონ ჩვენგან ჩაურევლად თვითონ მოიფიქრესო გურულებმაო ეს ამბავიო, თქვათ ირაკლი მახარაძე თავის ძალიან კარგ წიგნში გურიის რესპუბლიკაზე იმასაც კი ამბობს, რომ ძველი ახმიდან ისრაელიანები როგორ აგვარებენ ასე თქვათ თავიანთ საზოგადოებრივ ორგანიზაციას იქიდან აიღებდნენ ალბათო გურულებიო, იმიტომ რომ ეს პირველ წყარო იმისა, რომ ეს 100-ის თავების და 10-ის თავების სისტემა როგორ ჩამოყალიბდა, არ ვიცით, მაგრამ ანუ ეს არის ის როგორც იყო მთელი აი ეს გურული თემები ორგანიზებული აი ესე პირამიდულად, ხო? ქვემოდან ზემოთკენ აი რაღაცა პირდაპირ დემოკრატიის გზით. მაგრამ ამ სოციალ-დემოკრატებმა ხო თან ეს გურულები მასობრივად შემოუშვეს პარტიაში 1903 წლიდან მოყოლებული მას მერე რაც თქვათ გურატაძემ ამეცადინა ჟორდანია და კარლო ჩხეიძე და სხვები რომ ნუ ღირდა ამ საქმეში ეს თქვათ ენერგიის დაბანდება მიუხედავად იმისა რომ არანაირია მარქსისტული ლოგიკით არ უნდა ყოფილიყო ხო ანუ წინაზე მაგაზე სწორედ ვიმსჯელეთ როგორ მისივე ეს გლეხური წარმომავლობა რაღაცა იკითხება სიმპტომურად ყველა მის მცდელობაში რომ ეს რაღაცა ეს რელიგიური ასე თქვათ განზომილება თქვათ აი პირველი ფიცების წაშალოს ნარატივიდან და რაც თავარია ანუ წმინდათ ასეთ კლასობრივი პერსპექტივიდან იყო ეს სუშიში იმისა რომ ეს ამდენ გლეხს რო ასე შემოვხიკავთ პარტიაში დაირღვევა აი ამ სოციალ-დემოკრატიული პარტიის აი ესეთი ორთოდოქსული მარქსისტული ხასიათი, ხო? და ეს ანუ დღემდე გაუგებარია მაგალითად აი ეს სისტემა რო იყო აი ამ სახალხო ორგანიზების სოცდეკებმა რომ გაყვეს ეს თლიანი სისტემა თქვათ ერთის მხრივ სოციალ-დემოკრატიულ კომიტეტად რომელშიც შეგნებული ანუ იდეურად ასე ვთქვათ მომზადებული ხალხი შედიოდა და მეორეს მხრივ დემოკრატიულ კომიტეტად რომელშიც შედიოდა ყველა სხვა ვისაც გარეთ არ ტოვებდნენ მაგრამ ნუ შედიოდა ინდოვი ზემოთ იყვნენ, ანუ სოციალ-დემოკრატიულ კომიტეტში უფრო ესეთი პროპაგანდისტები და იდეურად მომზადებული ხალხი, უფრო ესეთი რევოლუციური ინტელიგენცია პირველ რიგში და თქვათ ქვემოთ იყვნენ დემოკრატიულ კომიტეტში, პრინციპში შედიოდა ფაქტობრივად ყველა ის, ვინც აი ამ 10-ის თავების და 100-ის თავების აი ამ სისტემაში მონაწილეობდა, ხო? ეს აი ეს 1904 წლისკენ ყალიბდება სხვადასხვა მონაცემებით. ხო და აი ეგეც ის არის რა, ანუ გაუგებარი არის რომ
მე არის საუბარი იმაზე, რომ ეს ორმაგი დაყოფა თვითონვე მე მოშალეს ოსტეკებმა, იმიტომ რომ არა პრაქტიკული იყო და იმითი რომ ანუ ამ დემოკრატიულ კომიტეტში ყველა ვითომ აი იდეურად მზად არ მყოფი ხალხი რო შეყარეს ის ვითომ მაგითი დაიცვეს ეს თავიანთი რაღაც ხო იდეოლოგიური სიწმინდე პარტიის, მაგრამ მეორეს მხრივ პირიქით თუნდაც იმისთვის რომ მე მქონოდათ მეტი ზურგი მთლიან ერთიან დიდ რუსულ სოციალ-დემოკრატიულ ყრილობებზე, სწორედ აი ამ ხელა გლეხური მასის თუნდაც იდეურად დაუმუშავებლის შეყვანამ უშუალოდ პარტიაში პრინციპში მისცა ქართველებს განსაკუთრებით ჭარბი წარმომადგენლობა იმის კვალობაზე პროპორციულად რამდენად პატარა იყო ხო ქართველობა დანარჩენ თქვა იმ რუსულ მთლიან იმპერიულ კონტექსტში დანარჩენი ესენი დანარჩენი ერების წარმომადგენელი რევოლუციონერები ხო ხო და ამ რაკაც ხო ესე იგი ისევ და ისევ ძალიან ესეთი სათუ არის საბოლოო ჯამში როგორ დაალაგდა და ვინსად გადანაწილდა და ვისად მიესრულებოდა დაშკარად მუდმივი დაძაბულობის საგანი იყო. მაგრამ აი ამ ორგანიზების პროცესის და ამ ორგანიზების ფორმების ძიების პარალელურად მიდის ჟორდანიას როგორც მთავარი პარტიის მთავარი ინტელექტუალის და მეთაურის გაცხარებული დისკუსია, რასაც ის რამდენიმე ფრონტზე მართავს და ეს ერთი ეხება სწორედ ამ გლეხობის მასობრივ ვიმიღების საკითხს პარტიაში, რაც ძალიან აშინებს მის რუს კოლეგებს და მეორე არის მაშინ უკვე ესე იგი ჩამოყალიბებულ ლენინის მიერ გაცხადებულ აი იმ უფრო ვიწრო პარტიულ პრინციპთან მოდელთან ბრძოლა, ხო, რაც ბოლომდე წარმოაჩენს, ბატონო? ლენინურ პრინციპთან, ხო, ეს ჟორდანია წარმართავს დისკუსიასთან ამ სხვადასხვა პარტიებთანაც და პლუს სოციალ-დემოკრატიის ბოლშევიკურ ფრთასთან იმის თაობაზე, რომ ანუ რა ადგილი უჭირავს მაგალითად გლეხობას, რა ადგილი შეიძლება დაიჭიროს პარტიაში და მეორეს მხრივ ბრძოლას უცხადებს აი ამ ლენინის მიერ იმხანად ფორმულირებულ მოდელს, რომ პარტიაში მხოლოდ ეს იდეურად გათვითცნობიერებული პროფესიონალი, ეს ვთქვათ, რევოლუციონერების ადგილი უნდა იყოს, რასაც დაიდო კიდევაც საფუძვლად ის ხლეჩა, ხო, ცნობილი მენშევიკებად და ბოლშევიკებად 1903 წლის ერთიან პარტიულ ყრილობაზე, ხო? დროს იგი მუშებიო ვერ გაითვითცნობიერებენ თვითონვეო ბოლომდეო თავიანთ აი რევოლუციურ ინტერესებს, ხოლოდ აი რევოლუციური ცოდნით აღჭურვილ ინტელიგენციას შეუძლია თავისი განათლებით შეიტანოს მასშიო და ესე იგი მხოლოდ ბოლომდე იდეოლოგიზირებული წევრებით უნდა დაკომპლექტებულიყო პარტია, მაგრამ ამავე დროს იგი 1905 წელს სწორედ როცა ხმა გავარდება ესე მართლა მთელი რუსეთის მასშტაბით გურიის ამ პოლიტიკურ სასწაულზე, იმიტომ რომ რაც არ უნდა მთელი იმპერიის ფარგლებში ბევრგან წამოჩიტულიყო ეს გლეხური რესპუბლიკები, ყველაზე დროგამძლე და ყველაზე ესეთი შტამბეშტავი მასშტაბები სწორედ გურიამ შეიძინა. და ესეც არის ერთ-ერთი რაღაცა, რაც თქვა იგივე ლენინს აძლევს мотиваციას, რომ უკვე ილაპარაკოს იმაზე, რომ საჭიროა დამყარდეს მუშურ გლეხური დიქტატურა, ანუ ერთობლივად მუშების და რევოლუციონერი გლეხების დიქტატურა. რაც ნუ სრულიად ესეთი არაორთოდოქსული იყო, სკანდალი იყო, ხო? მაშინდელი მარქსისტებისთვის რას ქვია გლეხები გაათანაბრო მუშებთან, ხო? და ჟორდანიაც აი ძალიან საინტერესოა მხრივ ჟორდანია როგორც თეორეტიკოსი როგორი არის და როგორი იქნება იმაშიც პირველ რესპუბლიკაშიც, იმიტომ რომ რამდენადაც სრულიად ორიგინალური არის ქართველი სოციალ-დემოკრატების პოლიტიკური პრაქტიკა, ხო, იმდენადვე შესამჩნევი არის, რომ თეორიაში ძალიან მithumetesat შეეხება ამ პარტიულ ორგანიზებას და კლასობრივ სტრუქტურას, თუ აი რაღაცა მარქსისტულ ისტორიის ფილოსოფიის
გაგებას ძალიან ესეთები რჩებიან, ანუ სქოლასტიკოსები რჩებიან, მაქსიმალურად უნდათ რომ იყვნენ ერთგულები აი იმისა, რაც მიიჩნევა, რომ არის აი მეცნიერული სოციალიზმის დადგენილი პრინციპები, მით უმეტეს თქვათ მე უკვე ენგელსის მიერ განმარტებული, თუ მე ენგელსის მემკვიდრე უკვე კარლ კაუცკის მიერ განმარტებული, აი მათთვის ყველასთვის მოწინავე და სათაყვანებელი გერმანული სოციალ-დემოკრატიული პარტიის წიაღში. ჟორდანია დგება და ლენინს ეუბნება იმას, რომ შენ ხარ რაღაცა ფილოსოფიის კოშკში გამოკეტილი ინტელიგენტი, რომელსაც აქვს ეს თავისი რაღაცა მიდრეკილება იქითკენ, რომ აი ამ გაუნათლებელ მუშებზე გაბატონდეს და თავს მოახვიოს თავისი შეხედულებები. მაშინ როცა მარქსმა დაგვიბარა, რომ შრომელების გათავისუფლება მხოლოდ შრომელებისავე მოცანა არის და საქმეა. და ინტელიგენცია მხოლოდ დამხმარე შეიძლება იყოს ამ პროცესში, ხო? გინდა ორგანიზებაში დახმარება თუ თქვათ მაშინ ცოდნის შეძენაში, ხო? და აქ ვლინდება ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ამ პარტიული შემადგენლობის და პოლიტიკური დინამიკის მხრივ ამ კავკასიის ქართულ რეალობასა და თქვათ უფრო აი მეტროპოლიურ რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში არსებულ სიტუაციას შორის. და ფაქტობრივად ჟორდანია ეუბნება ლენინს, რომ ეს კავკასია წინ უსწრებს, უფრო წინ წასულია და უფრო სრულფასოვნად მარქსისტულია თავისი სტრუქტურით, ვიდრე რასაც თქვენ აკეთებთ და იჩემებთ. ხო, იმიტომ რომ ესე იგი ლენინს რო აყვედრეს იმას, რომ შენ ახლა შენთვის რაღაცა ესე მარტოსულად რაღაცა გეგმებს ფანტაზიორ და სინამდვილეში ნოლი კავშირი გაქვს გლეხობასთან. და წარმოგიდგენია, რომ გლეხურ პროლეტარული რაღაცა თანასწორი ალიანსი უნდა შედგეს. ჩვენთანო რეალობა არისო ისო, რომ ეს გლეხობაც მასობრივად უკვე შემოსულია, ოღონდ ყველამ თავისი ადგილი იცის. რომ ეს გლეხობამ იცის, ისევე როგორც ეს წვრილი ბურჟუაზია, ხელოსნები და სხვები, ყველა ის ვინც შემოვიდა, აი ეს რაღაც არაპროლეტარული კლასები, ყველამ იცის, რომ ის უნდა იყოს უკანა რიგებში, ხო? ანუ ისინი არიან სტუმრები ამ პარტიაში, რომლის მასპინძელიც არის პროლეტარიატი. ხო, და თქო და გლეხობაზე ამბობს, ხო, რომ ესე იგი გლეხობამ უნდა შეეჩვიოს იმას, რომ ის არც პროლეტარიატის წინ არ უნდა მიდიოდეს, არც მის გვერდით, არამედ უნდა უკან მისდევდეს და ზურგს უმაგრებდეს. და ეს რაც თავარია, ანუ ამ ყველაფერს ლაპარაკობს ეს კაცი იმ პერიოდში, როცა ანუ ყველაზე პიკში არის გლეხების პოლიტიკური აქტივობა, ხო, ყველაზე უფრო ავანგარდში არიან გლეხები, მაგრამ აი ეს თეორია აბსოლუტურად მისდევს აი იმ ხაზს, რომ არა, ანუ ყველამ თავისი ადგილი იცოდეს. და აქ შემოდის ეს ცენტრალური განსხვავება დემოკრატიას და სოციალ-დემოკრატიას შორის, ხო, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ესე იგი რუსეთის იმპერიულ კონტექსტში, სადაც თავარი ბრძოლა მიდის აი ამ მონარქიული ამ თვითმფრობელობის წინააღმდეგ და სადაც ბურჟუაზია სუსტია, ძალაუნებურად წინაურდება ეს პროლეტარული ბრძოლა, პროლეტარიატის პარტია და ანუ სოციალური დემოკრატიის პარტია, ხო, ანუ ისეთ დემოკრატიისა, რომელიც მიზნად ისახავს საბოლოო ჯამში გარდა პოლიტიკური უფლებების მოპოვებისა და რაღაც რესპუბლიკური წყობილების დამყარებისა, პლუს მთელი მეურნეობის სოციალურ საზოგადოებრივ ნიადაგზე გარდაქმნას და კერძო საკუთრების მოსპობას, ხო, სტრატეგიულ რესურსებზე და ასე შემდეგ. ეს სოციალ-დემოკრატია თან ძლიერი აღმოჩნდება, იმიტომ რომ ყველა მას ეტმასნება, მაგრამ თან ეს მისი სუსტეც არის და საფრთხეთაც არის, იმიტომ რომ ამდენი სხვა ჭრილაჭულა კლასი რო შემოდის, დიდი შანსია, რომ მასვე აერიოს იდეოლოგიური რამსები, ასე ვთქვათ, ხო? ამიტომ
პროლეტარიატს უწევს, რომ რამდენადაც ის აი ამ თქვათ წვრილ ბურჟუაზიასთან თუ გლეხობასთან ერთად იბრძვის ცარიზმის წინააღმდეგ, ამდენადვე უნდა ესე იგი მაქსიმალურად მკაფიოდ გამოკვეთოს ის თუ რა ტიპის კიდე სოციალური, ასე ვთქვათ, მიზნები რა ტიპის რევოლუციური მიზნები აქვს და მზად იყოს, რომ შეიძლება რაღაცა მომენტში გიღალატონ ამ შუალედურმა კლასებმა, ხო? იმიტომ რომ უკვე ზედმეტი იქნება, შემაშინებელი იქნება, თქვათ უკვე ეს ბრძოლა, როცა რაღაცა კერძო საკუთრების პრინციპის გარდაქმნას შეეხება საქმე, ხო? ანუ იდეალი არის ის, რომ იმდენად ჰეგემონიური გახდა, იმდენად ეროვნული მასშტაბი შეიძინოს ამ თქვათ პროლეტარიატ სოციალ-დემოკრატიის ჰეგემონიამ, რომ ყველა ეს დანარჩენი ზურგს უკან ამოყენებული კლასი დაყაბულდეს უფრო მშვიდობიანად და ზედმეტი სისხლის და ფართხალის გარეშე აი იმ საბოლოოდ სოციალიზმის დამყარებას. და აი აქ, ესე იგი, ისევ და ისევ ისეთი სურათი იხატება, რომ არანაირი საერთოდ განსაკუთრებული ფუნქცია გლეხობას, რომელიც იდეაში შეიძლებოდა შეეძინა იმ გამოცდილების სკვალობაზე, რასაც აი ამ ტექსტების წერის და გაკვეთების პარალელურად იძენენ და აჩვენებენ ყველას გურული გლეხები, ხო, ამ გლეხობას არ ენიჭება, ხო? ანუ აქ და ახლა რა შურება ეს გლეხი დიდად კი ძალიან კარგია, მადლობთ, ანუ ყველაზე ესეთი მოწინავე, ესეთი მართლა თავისუფლების დამყარებაში ექსპერიმენტი გურულებმა აჩვენეს, ხო, 1905 წლის რევოლუციის ფარგლებში, მაგრამ რადგან იმ დიდ გრძელვადიან პერსპექტივაში პროლეტარიზაციის გარდა არაფერი მათ არ ეჭყანებათ, ამიტომ აქ და ახლავე ურჩევნიათ, რომ ამოუდგნენ პროლეტარიატს ზურგში, ხო? აქვე საინტერესო არის რა ფუნქციას იძენს ისევ და ისევ აი ეს ინტელიგენცია, რომელსაც გეუბნება ჟორდანია, რომ იდეაში არაფერი მას გარდა იმისა, რომ უბრალოდ დაეხმაროს აი ამ პარტიად ორგანიზებულ პროლეტარიატს არ უნდა კონდეს, ხო? და თქვენ ჟორდანიას როგორც აი პუბლიცისტის და აი რაღაცა ინტელექტუალის ფუნქციას რო შეხედოს კარგად კაცმა, მაგედან რაღაცნაირად კარგად გამოჩნდება კიდე რა როგორი საინტერესო და ესეთი რთულად მოსახელთებელი მოდელი არის, იმიტომ რომ ჩვენ თქვით ხო წინაჯერებზე, რომ თქვათ აი ამ ბეჭდური მედიის განვითარებით ყალიბდება ეს რაღაცა უსხეულო არაპერსონალური, ანონიმური ან ფსევდონიმური საჯარო სივრცე, რომელშიც ვიღაცა ინტელიგენტი ამ არსაიდან, ან ჩიტის პერსპექტივიდან ვაღადებს რაღაცა საყოველთაოდ მისაღებ ესეთ რაციონალურ ჭეშმარიტებას, ხო? მათ შორის თქვათ მე ცენზურაც ახალისებს იმას, რომ ფსევდონიმური იყოს ეს ყველაფერი, ხო? და აი ჟორდანიაც თქვათ გარდა იმისა, რომ ესეთ რაღაცას წერს, ხო, იმაზე თუ თქვათ დემოკრატიაში გლეხობას რა როლი აქვს და მე სოციალ-დემოკრატიაში დემოკრატიას როგორ დაქვემდებარებული როლი აქვს. ასევე მაშინ სოციალ-დემოკრატიულ ჟურნალ მოგზაურში ჟორდანია აქვეყნებს ვრცელ სერიას საფრანგეთის 1848 წლის რევოლუციაზე, ისევ და ისევ გაგანია აი ამ გურიის რესპუბლიკის ზეობის ხანაში, ანუ ყველა იმ ნომერში რომ ეს გლეხობაზე რომ მოდის და მოდის ცნობები. და იქ თქვა დახასიათებული არის როგორი რეაქციონერული ფუნქცია შეასრულა 1858 წლის რევოლუციაში გლეხობამ, რომელმაც ფაქტობრივად ეს მეორე რესპუბლიკა რომელიც დააფუძნეს ივლისის მონარქიის გადაგდების მერე გლეხობამ, რადგან დიდი ვერაფერი ვერ მიიღო ამ რესპუბლიკისგან და იყო აი ეს რაღაცა წვრილი მესაკუთრე თავის ნაჭუჭში ჯაკეტილი, საბოლოოდ ესე იგი აირჩია ეს ნაპოლეონის ბიძაშვილი ავანტიურისტი ლუი ბონაპარტი და ყველაფერი დამთავრდა მერე
დიქტატურით და მეორე რესპუბლიკის გაუქმებით. და ნუ ბოლომდე ესე იგი აგემოვნებს მარქსის ცნობილ ციტატას გლეხობაზე, რომ ესე იგი იმდენად შეუკავშირებელი არის, ხო, ეს თითოეული გლეხური კომლი, რომ ისინი ერთიანად არანაირ რაღაცა კოლექტიურ ცნობიერებას არ შეადგენენ და კარტოფილის ტომარას უწოდებს, ხო, გლეხობას, ცალკეული კარტოფილები როგორც არიანო და ერთ ტომარაში რო ჩაყრიმათ, არანაირად არ აქვს იმის განცდა, რომ ერთიანი ტომარა არიან, ერთიანი კოლექტივი არიან, აი ესევე არისო გლეხობაო, ხო? და აქედან მე ცნობილი ვერდიქტი გლეხობის თაობაზე, რომ ესე იგი იმის გამო, რომ მათ არ აქვთ აი ეს რაღაცა საკუთარი თავიანთნაირების საერთო ეკონომიკური ინტერესის შეგნება, მათ არ აქვთ ერთიანი კლასობრივი ცნობიერების შეძენის უნარი და ამიტომ მათ არ შეუძლიათ საკუთარი თავის პოლიტიკური წარმომადგენლობა, არამედ მათ უნდა ყოველთვის ვიღაცა წარმომადგენლობდესო, ხო? და ანუ ეს ისევ და ისევ ძალიან ნიშანდობლივი არის თუ გავითვალისწინებთ ან როდის რა სიტუაციაში ხდება ეს, როცა გლეხები სწორედაც რომ ახერხებენ იმას, რომ იყვნენ რაღაცა პირდაპირი დემოკრატია დავარქვა თუ რადიკალური დემოკრატია თუ არ ვიცი, თუ ანარქია თუ კომუნიზმი თუ რაც ყველამ რაღაც თავისებური სახელი უპოვა, ხო? მაშინ ახერხებენ რომ იყვნენ მართლაც ყველაზე მეტად საკუთარი ინტერესების გამჟღერებლები, ხო? ან თვითმოქმედებაში, რაღაცა სრულ პოლიტიკურ თანაშემოქმედებაში ჩართულები იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ინსტანციები სრულიად მოშლილი იყო, ხო? აი ამ ანონიმური, აი მოსხეულო ინტელიგენტური ეს ხმა რო არის ჟორდანიასი, რომელიც ანის ფსევდონიმით წერს ამ სერიას, ხო? იქ არც არის აუცილებელი შეიცოდე რომ ჟორდანია წერს ამას, ხო? მაგრამ ეს ჟურნალიც ჩადის გურიაშიც კითხულობენ და ეს რაღაცას კითხულობენ ამ ფრანგულ გლეხობაზე, ამ რაღაცა დიდ სოფლიო ისტორიულ რაღაცა ექსკურსში, რომელსაც კიდე თავის მიზეზები აქვს კიდე რატო აქვეყნებს ამას მაინც 1905 წლის შუახანებში. ჟორდანია აი ეს რაღაცა აბსოლუტურად აბსტრაქტული განყენებული თხრობა და მეორე მხრივ მართლა ის პრაქტიკა, რომელსაც იმ მომენტში გურულები თავიანთი სხეულებით ატარებენ, ხო? და ანუ კარგად ჩანს ისიც, რომ აი ეს რამდენად ასე ვთქვათ იმ წინა სტატიაში აი რაღაც უშუალოდ პარტიის ორგანიზებაზე მსჯელობს ჟორდანი და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ეთქმის და ძალიან ბევრი რაღაცა წყდება იმის მიხედვით თუ ვთქვათ ის და პარტია როგორ გადაწყვეტს, მაინც ფაქტობრივად მისი როგორც აი ინტელიგენტის დამხმარე ასე ვთქვათ ბრჭყალებში ფუნქცია ვლინდება იმაში, რომ მას აქვს მართლა ის ცოდნა, რომელიც მას შეადგენინებს აი ესეთ ავტორიტეტულ ანალიტიკურ ნარატივს, რომელსაც მერე ის ვთქვათ ნაკლებად მცოდნე გლეხიც გარკვეულწილად ემორჩილება და თუნდაც მერე ახერხებს იმას, რომ გაითავისოს იდეა, რომ ისე რა კარგია თუ გადამწვავენ უფრო მალე გავპროლეტარდებიო, იმიტომ რომ ვთქვათ ამ სახით აი ამ რაღაც გაჭედილ ანაქრონისტულ მდგომარეობაში რაც ის ვთქვათ ფრანგ 58 წლის გლეხს აღწერს მარქსი და რაც თითქოს არის გლეხობის როგორც ასეთის კლასობრივი მახასიათებელი, ნუ მაინც არ მიწერია გადარჩენაო, ხო? ანუ ეს უნდა იყოს ის ერთადერთი რაღაცა, რასაც იფიქრებს თავის თავზე, ხო? ეს ვთქვათ რაღაცა ჟორდანიას სტატიის მკითხველი მოწინებული გლეხი. მაგრამ კიდევ ერთი ანეკდოტურ ამბავში რო გადავიდეთ, აი ეს წარმომადგენლობის ამბავი, ხო? თქვათ ინტელიგენცია რო აჟღერებს იმ რაღაცა ზოგად
საკაცობრიო მსოფლიო ისტორიულ მოდელს, რომელშიც მე აი ამ გლეხს რაღაცა როლი ენიჭება, ძალიან ცნობილი კურიოზი არის, რომ აი ამ 5 წელს კრიმგირეის მეფისნაცვლის თანაშემწის ტურის დროს, ხო, სხვადასხვა გურულ თემებში, ფაქტობრივად ყველგან აი ამ მასობრივ შეკრებებზე, გლეხებისა, შეხვედრაზე კრიმგირეისთან, ეს ნარჩევი რევოლუციონერი სოციალ-დემოკრატი პროპაგანდისტები გადაიცვამდნენ გლეხურ ტანსაცმელს, ყაბალახი, ქალამნები, ჩოხა, ყველაფერი და ისინი აჟღერებდნენ ამ გლეხების, ასე ვთქვათ, როლში შესულები მოთხოვნებს, რომლებიც იყო იდეაში ის ეგრეთწოდებული პროგრამა მინიმუმი, რაც ჰქონდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, ხო? ანუ პოლიტიკური უფლებების თავისუფლების მოპოვება, ვთქვათ, მიწის დაკანონება, სავალდებულო ჯარის და სხვა ესეთი მძიმე ვალდებულებების მოხსნა, შეკვეცა, დამფუძნებელი კრების მოწვევა და ასე შემდეგ, ხო? ანუ რეალურად ეს გლეხები ფაქტობრივად რჩებიან რაღაცა მანეკენებად, ხო, რომელთა შიგნიდანაც იწყებს მეტყველებას აი ეს რაღაცა სოციალ-დემოკრატიული გონი და სტრატეგია და რაღაცა მართლა სრულიად გროტესკულად და მასკარადულად ძალიან თეატრალურ სახეს იძენს აი ეს წარმომადგენლობის ამბავი, ხო? ანუ პირდაპირ მართლა უშუალოდ აი რაღაცა როლს ირგებენ, როგორც თეატრში როლს რომ მოირგებ, ეს ინტელიგენტები მართლა რაღაცა გლეხის ტყავში გაეხვევიან, ეს ინტელიგენტები, რაც თან ასევე არ გაუჭირდებოდა დიდად, იმიტომ რომ ისიდორე რამიშვილი იხსენებს მერე, რომ ერთი რაც ხდებოდა იყო ის, რომ თქვათ ეს ხო ქართულად ელაპარაკებიან ამ თავიანთი ამ გურული კილოთი კრიმგირეის ეს გლეხები და თარჯიმანი ყავთ. ეს თარჯიმანი და ამ ყველა ამ რევოლუციონერმა, ვინც გადაცმულია, მათ ბრწყინვალედ იცის რუსული, ხო? და თუ თარჯიმა შეეშლებოდა, თვითონ ეს ვითომ გლეხები, ფსევდოგლეხები ჩაერეოდნენ და ამ თავიანთი ჩიქორთული ვითომ ცუდად როფლობენ აი ესეთი რუსულით თვითონვე კრიმგირეის აუხსნიდნენ ყველაფერს, რაც ნუ ისევ და ისევ თან არ უნდა ყოფილიყო რთული, ანუ ამ გურული გლეხის კილოს იმიტაცია არ დაჭირდებოდა, თუმცა თვითონაც გლეხები იყვნენ წარმომავლობით, ხო? ესეც წინაზე ურატაძესთან კარგად ვნახე. ხო, ანუ აი ეს რაღაცა მორიგი კურიოზი პრინციპში გვაჩვენებს რაღაცნაირად მოგვახელთებინებს ყოველ შემთხვევაში აი ამ ზოგადად დემოკრატიის პრობლემას, ხო? ანუ აი წარმომადგენლობის პრობლემას. ვის წარმომადგენლობს, ვინ რას წარმომადგენლობს. ან რა ხდება, როცა ეს წარმომადგენლობა მართლა ესეთი პირდაპირი ჩანაცვლებით თავდება, როგორცაც აი ამ კომიკურ ეპიზოდში ვიღებთ, ხო? და ისედაც ეს ვის მართავდა პრინციპში 1905 წლის რევოლუციის თაობაზე, მთელი შემდგომი თაობების რეფლექსიაში, წარმმართველი კითხვა დარჩა და ყველა თავისი პარტიული და იდეოლოგიური გემოვნებით ცემდა ამას პასუხს, თქვა, არის ვარიანტი, რომ ეგ ვინც რო ეს ანარქისტულ გლეხურ ხაზს აწვება, რომ თლიანად გლეხები ავტონომიურები იყვნენ და ეს პარტიები რაღაცას ცდილობდნენ, რომ უბრალოდ თავზე მოეხვიათ ამათთვის. ან თქვათ თლიანად როგორც მე რა ქვია ბერიას ნარატივში ეს გურული გლეხობაც რეალურად არის ბათუმის პროლეტარიატის მიერ მართული, ბათუმის პროლეტარიატი არის რუსულ პროლეტარიატთან პირდაპირ ხაზზე, რომელიც ხო ლენინის მიერ არის მართული და ლენინს სტალინი ესე იგი უწევს იმას რა ქვია ვეზირობას, ხო? და მთლიანად მოშლილი არის გლეხები რა ტიპის აგენტობის ფლობელები შეიძლება ყოფილიყვნენ ეგ ხო? მეორე მხრივ თქვა ჯორდანიასთანაც ნახეთ, რომ სრულიად წაშლილია ის რაღაცა სიახლე, რაც პოლიტიკურად მოიტანეს ამ გლეხებმა. არ რეგისტრირება პარტიულად, ორგანიზაციულად კი ეს აისახება იმაში, რომ მასობრივად შედიან, ხო, მიიღებენ პარტიაში.
გლეხებს და ეს არის ის რაც განსაკუთრებულ წონას შესწენს სწორედ ქართველებს ერთიან რუსულ პარტიულ წიაღში, მაგრამ თეორიაში არ რეგისტრირდება არანაირად თუნდაც იმ სახით როგორც აი ლენინმა ცადა რომ რაღაცა ეს გლეხურ მუშური ეს შეექმნა, ხო, თქვათ დიქტატურის ეს რაც კომპრომისული ახალი მოდელი, ან თქვათ როგორც ტროცკიმ ან პერმანენტული რევოლუციის თეორია განავითარა 1905 წლის გამოცდილებიდან და ასე შემდეგ, ხო? ამ ხრივ არანაირი ისეთი თეორიული ინოვაცია, ესეთი განსაკუთრებული შესამჩნევი თუ არ ჩავკლით აი ამ ძალიან წვრილმან შიდა პარტიულ დღეს ჩვენთვის უკვე თითქოს სრულიად არასაინტერესო აი ამ წანაცვლებებს ხო მეტი ესე ჟორდანიასთან ხელშესახები არ არის, ხო? მაგრამ რაც გვჩება არის პრინციპში აი ეს ზოგადი საკითხი, რომელიც უნდა დაისვას იმაზე თუ რა ტიპის დროით სქემაში აქცევ აი გურიის რესპუბლიკას და გურიის გლეხობის პოლიტიკურ გამოცდილებას და თვითონ მათი დროითი განცდა როგორი იყო ხო იმ მომენტში როცა ისინი იყვნენ ჩართულები ამ პროცესში ხო იმიტომ რომ წინა ჯერზე გახსოვებათ აი ერკმან შატრიანის აი რაღაცა პაპსა რომანის პოპულარულობა რო განვიხილეთ, რეალურად თქვით რომ ეს აძლევდა რაღაცა მოკლე ჩართვას იძლეოდა საფრანგეთის რევოლუციის დროინდელი გლეხის გამოცდილებასა და თქვათ აი რაღაცა ადათობრივ წესებში გათვცნობიერებულ გურულ გლეხის ყოფას შორის და რაღაცა ერთიან ჰიბრიდულ სუბიექტად აქცევდა იმ გურულს, რომელიც ესე ითვისებდა აი ამ ფრანგული ნარატივს ხო და რაღაცა ტიპის იგივე ეს მოქალაქეს რო უწოდებენ ერთმანეთს და იქ მარსელიოზას რომ წაუკრიმანჭულებენ და ამ შემდეგ რაღაცა ისეთი ხალხური აი რესპუბლიკანიზმის გამოხატულება არის ხო რაღაცა ხორჩშესხმული რესპუბლიკანიზმი არის ხო მაშინ როცა ამის საპირწონედ გაქვს აი ეს უფრო ესეთი ზოგადი ცივი მოდელი ასე ვთქვათ მაგრამ ეს ინტელექტუალურად უფრო ესეთი შტამბეჭდავი და ჩახლართული იმისა რომ ნუ შენ ეხლა აქ რაც არ უნდა ქნა ხარ მაინც გარდამავალი კლასი გლეხობა როცა ხარ და რაღაცა უფრო დიდი აი მოდერნიზაციის პარადიგმის თვალსაჩინარიდან მოკლედ მოინიშნები როგორც რაღაცა მილევადი რომელსაც მეტი დიდი ღირებულება რაც არ უნდა ძალიან ლამაზი და კარგი და გულისამაჩუყებელი იყოს შენი ახლა ესეთი კრებები და სახალხო სასამართლოები და სოლიდარული ეკონომიკები და ამ შემდეგ ნუ მეტი თლიანად ისტორიული თვალსაზრისით არ გაქვს დიდი ღირებულება, ხო? არდა თან, ანუ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ აი ეს რესპუბლიკელობა, ასე ვთქვათ, შეგვიძლია გავიგოთ როგორც ამ გურულების რაღაცნაირი ნება თუ უნარი, რომ ძალიან ბუნდოვანი პერსპექტივის და ძალიან საშიშ გარემოში, როცა მართლა სულ იმის მოლოდინში არიან, რომ ეს საერთოდ ძალები ადგენენ და შემოიჭრებიან და ბოლოს მოუღებენ მათ აი ამ რაღაცა თავისუფლების ექსპერიმენტს აი ამ რაღაცა სრულიად არაწინასწარმეტყველებად ჰორიზონტში ისინი აი ესე მართლა ყოველდღიური ჩართულობით ყველანაირი გაჭირების და სიბეჭავის მიუხედავად ბოლომდე აბანდებენ ყველაფერს აი ამ პოლიტიკურ პროცესში და თავიანთ წვლილს დებენ აი ამ რაღაცა ერთიან კოლექტიურ პოლიტიკურ თანაშემოქმედებაში. ხო და ეს არის პრინციპში ის ატმოსფერო, რომელსაც საოცრად იხელთებს ნიკო მარი, როცა ამბობს, რომ გურულებმა მართალია საკმარისად შეიგრძნეს თავისუფლებაო, მაგრამ კიდევ რაღაცას ელოდებიანო და ელოდებიან იმას თუ აი რა იქნება, ხო? ნუ ეს შეკითხვაა, რომელიც ყველას მოსვენებას უკარგავსო, რომ ეს არის რაღაცა, რაც ყველას პირზე აკერია, ამითი გაცილებენ, გსტუმრობენ და სრულიად გადამდები ხდებაო, ვთქვათ, შენაირი ესეთი ჯამოსული პოდ გარეშე განზომდგომი ადამიანიც როცა ხარ, ხო? აი ეს რა იქნება, არის ის, რაც ასე ვთქვათ, არის შეიძლება ითქვას ის საკვანძო კითხვა, რომელშიც აი ეს
პოლიტიკური მომენტის ეს რაღაც ეს აბსოლუტურობა, ხო? ეს რაღაც გაჩერებული დრო კრისტალიზდება, ხო? იმიტომ რომ რაღაცა ძალიან დიდი დებს სასწორზე არიციან ცოდნაც არ აქვს თანადო ნიკო მარისნაირ ან თქვა ვიღაცა ჟორდანიასნაირ სტავლულს მასე ვეკითხებიან, მაგრამ მაინც თან ცდილობენ რომ იმოქმედონ, ხო? და ამ რაღაცა გაჩერებული დროის სიმბოლო, რომელშიც აი ეს რაღაცა ეს სავსე, ხორცსავსე, აი ეს რაღაცა რესპუბლიკური მოქალაქეობრივი აქტივობა დუხს, ხო, შეიძლება ამის საინტერესო სიმბოლო შეიძლება იყოს ისიც ის ერთი კიდე რაღაც მაშინდელი პრაქტიკა, რომელსაც მიმართავენ გურულები, როცა დიდი საყოველთაო გაფიცვა ეწყობა 1905 წლის ოქტომბერში მთელი იმპერიის მასშტაბით, რომ რკინიგზის რელსებს აყრიან. ძალიან ბევრგან ხდება ეს და მართლაც ანუ რო გვახსოვს კაცია მუნჯაძის ხო, ანუ უბედურება რომ აი ეს მართლა მატარებელი როგორც მოდერნიზაციის და პროგრესის თავარი სიმბოლო როგორც თავზე გადაუვლის და ჩაივლის, როგორც გურიაში ისეაც უბრალოდ ჩაივლიდა და მაქსიმუმ თან გაიყოლებდა ხოლმე ბათუმისკენ მუშახელად გლეხებს. აი ეს რკინიგზის აყრაც ფაქტობრივად ხდება რაღაცნაირი სიმბოლო იმისა, რომ ეს დრო ჩერდება, ხო, რაღაცა ხდება, რაღაცა იმ აბსოლუტურ იმ აწყო მომენტში რაღაცა აღსრულდება და ну მე უკვე იმაზეა იქ რაღაცა მარქსისტული იმიდან სიმაღლებიდან მიუდგები ამას და ვიტყვი რომ ახლა ეს უბრალოდ დროებითი რა გარდამავალი რამეა და საბოლოო ჯამში მაინც ესენი ყველანი გაპროლეტარდებიან და თუ რასიზმ ეგ სხვა ამბავია უკვე, ხო? ანუ ისევ და ისევ დროის მოხელფების ამბავში, ანუ რა ტიპის როგორ უნდა გაიგო, ანუ რა ადგილი უნდა მიანიჭო აი ამ რევოლუციურ ეპიზოდს, ხო, აი ამ ფრაგმენტს ისტორიის, რასაც გურიის რესპუბლიკა ქვია, ხო, რაღაცა მთლიან სურათში, სწორედ აი აქ ესეთ რაღაცეებში მე მგონი ძალიან კარგად შეიძლება პრობლემატიზდეს, ხო? იმიტომ რომ მაშინ როცა თქვათ ვალტერ ბენიამინს აქვს ცნობილი ფრაზა, ხო, რომ ესე იგი მარქსი რო ამბობს, რომ რევოლუციები არის მსოფლიო ისტორიის ლოკომოტივებიო, ეგრება და პირიქითაა და რევოლუციები არის ადამიანების მცდელობა, ვინც აი მატარებელში სხედან, რომ საავარიო მუხრუჭს გამოკრან ხელიდან გაჩერდეს რა ეს ყველაფერი და აქ და ახლა რაღაცა ესეთი დროის სავსება, ასე ვთქვათ, დადგეს და აღარ იყოს იმისი ლოდინი, რომ ახლა ჯერ ჩვენ პოლიტიკურ რევოლუციას მოვაწყობთ, პროგრამა მინიმუმს ავასრულებთ, მერე გადავალთ პროგრამა მაქსიმუმზე, მოხდება სოციალიზაცია და ნუ ეს და რაღაცა მრავალსაუკუნოვანი პერსპექტივა რო არის, ხო? და აი როგორ შეიძლება ეს აი რაღაცა დიდი ისტორიული კონტინუუმიდან ამსხრიო როგორც ბენიამინი ისევ და ისევ ამბობს ხოლმე აი ეს რაღაცა ფრაგმენტი და გადაარჩინო და ის მის რაღაცა თვითყოფად აი პოლიტიკურ სიმწავეში მოიხელთო ისე რომ არ გაწყალწყალდეს, ხო, ეს არ რაღაცა უფრო ესე დიდ ტელეოლოგიურ სქემაში მის დაქვემდებარება არ მოხდეს, ხო, ეს რა თუნდაც ამ დღეს რასაც ვეცადეთ რაღაცა მხრივ ამისი ამ მიმართულებით ექსპერიმენტი არის და ამ მხრივ თქვათ ნაციონალისტური ისტორიოგრაფიაშიც ძალიან რთულად მოსახელთებელია გურიის ამბავი, იმიტომ რომ თქვათ ეს არ არის კლასიკური გაგებით რაღაცა რუსი დამპყრობლის მიმართ რაღაცა ეროვნული აჯანყება, არამედ რაღაცა ბევრად კიდევ უფრო პოლიტიკური ამბავი არის და მით უმეტეს თქვათ არც იმ მარქსისტულ სქემაში ბოლომდე ეს არ ჩდება, ხო? არც თქვათ ის არ გვიშველის, თქვათ სტივენ ჯონსს აქ ეს რომ ნუ პრინციპში ამ რესპუბლიკამ გაძლო იქამდე სანამ ცარისტულმა ძალებმა აცალეს რომ
არ დაერბიათ და რაღაცნაირად ქონოდათ რა ეს წელიწადნახევარი თუ რაც იყო რომ ეს უნდათ თავისუფლებით და რა წამს შემოდის ეს ამ გლეხებზე ბევრად უფრო დიდი ძალა, მაშინვე მთავრდება, ხო? ან მეორე ამბავია რომ როდემდე გაძლევდა ახლა ეს სოლიდარული ეკონომიკა და ეს რაღაცა კუსტარულად შეთითხნილი სტრუქტურები თლიანობაში, თქვათ იქ რაღაცა იმ კაპიტალისტურ უფრო დიდ ძალებთანაც, ყველაფერთან საბოლოო ჯამში ეს მოდელი ვერ გაამართლებდა, ასე ვთქვათ, ხო? ფაქტი არის ის, რომ რაღაცა ამ გურიის რესპუბლიკით მთავრდება და არც დიდად არც თქვათ აი ერიკლისა აქ მე მგონი შემოთავაზებული ინტერპრეტაცია რომ აი გურიის რესპუბლიკაში რაღაცა დემოკრატიის ისეთი ექსპერიმენტი არის, რომელიც მერე უკვე პირველ რესპუბლიკაში ბოლომდე გაიფურჩქნებაო და ნუ ესეც აშკარად ძალიან ისეთი გაბედული ნათქვამია, იმიტომ რომ რაღაცა სრულიად სხვა ხდება ყოველ შემთხვევაში პრაქტიკის დონეზე გლეხების რო სხვა რაღაც საკეთებენ და კი ნამდვილად ჟორდანია როგორც ინტერპრეტირებს მაშინვე 1905 წელსვე ამ დემოკრატიის და სოციალ-დემოკრატიის ამბავს ის კი ბატონო პირველ რესპუბლიკაში რაღაცნაირად მართლა უკვე სრულფასოვანი ძალაუფლების ქონისას ხორციელდება როგორც საკანონმდებლო ინსტიტუციური სტრუქტურა, მაგრამ რაღაცა ძალიან დიდი რჩება ისეთი, რომელიც აბსოლუტურად გაუწოველი რჩება აი ამ რაღაცა უფრო დიდ ტელეოლოგიურ ნარატივში, რომელიც თქვა გეტყვის რომ გურიის რესპუბლიკა ახსრულდა მერე იყო რეპეტიცია იმისა, რაც მოხდა მერე უკვე პირველ რესპუბლიკაში, ხო? იმიტომ რომ თქვა ისიც არ ვიცით მაგალითად აი ეს ხალხი, ვინც ლუიჯი ვილარის წიგნში შესულ ფოტოებზე ჩანს, ანუ რა ბედი ეწიათ მათ, ხო? თქვა იქ შეეწირნენ 1906 წელს და 7 წელს სამცარისტულ რეპრესიებს იქ რესპუბლიკის პირველ რესპუბლიკის დროს დაშვებოდნენ, არიან თუ არა ისინი იმ 1930-იანი წლების იმ მემუარების წერალთა შორის, ანუ უკვე სხვანაირად რო უყურებენ თავიანთ ამ მოცემულობას, ანუ ეს ყველაფერი რაღაცა ესეთ გაფანტულ ნაკვალევებად, ან რა ვიცი 1924 წელს რომელიმე ხარ შეეწირა, ხო, მას აჯანყების ჩახშობას. ისევ და ისევ რჩება რაღაცა ესეთი მაგნიტური მიზიდულობის ველი, რომელიც ხო იზიდავს და რომელთაც რაღაც ნაკვალევები გამოდის, მაგრამ ბოლომდე უშუალოდ ვერ იხელთებ და ვერ წვდები სრულფასოვნად, ხო? და აი ეს არის მოკლედ ის მთელი პრობლემატიკა დემოკრატიის, სოციალ-დემოკრატიის, პოლიტიკური, რა ვიცი, თვითმმართველობის, რევოლუციის და კლასთა შორის კოლაბორაციის და ინტელიგენტებს და გლეხებს შორის თანამშრომლობის, რაც უკვე შემდეგ ნაწილში კურსისა უკვე სწორედ სხვა კონტექსტში პირველ რესპუბლიკის და მანამდე 1907 წლის კონტექსტში კიდევ ერთხელ სხვანაირად ამუშავდება და გადადუღდება, ასე ვთქვათ. ასე რომ ეს იყოს ჩვენთვის რაღაცა ასევე რეპეტიციასავით, ესე ცოტა გახანგრძლივებული, მაგრამ მაინც რეპეტიციასავით ყველაფერი იმისა, რაც კიდე წინ გველის დანარჩენ 5 ლექციაში. კაი. ესე იგი რეკორდი მოიხსნა. მაგრამ კითხვებისთვის დრო გვაქვს მე მგონი. ძალიან საინტერესო იყო, მადლობა. ძალიან ბევრი რაღაც გავიგე, რაც საიმართლა დიდი ხანია ვფიქრობდი და განსაკუთრებით ეს რაღაცა დროის ამბავშზე რეფლექსირება აი ბოლოს იყო ძალიან ისე, იმიტომ რომ აი საფრანგეთის რევოლუციაც ხო თავისთავად აი უმომავლო რაღაცა არის, ხდომილება არის, რომელსაც რაღაც ტიპის ეს ხედვა, როგორი იქნება ხა მომავალი და ეს რაღაც თვითონ ეს სასამართლო და რაღაცებს, აი საჯულებიც, რომ მომავალი თაობები იყვნენ ჩვენი მსაჯულები ამბავია, ხო? აი ეს რაღაცა ეს იყოს რაღაცა მომავალი იყოს ჩვენი გამსჭერი და აქაც გურიის რესპუბლიკაში სადღაც არის ეს მომავალი, ხო? ეს საფრანგეთის რევოლუცია როგორც რაღაცნაირი სცენარი და ხედვა, კონკრეტული ხედვა, რასაც შენ ვილაპარაკე, როგორი ტიპის ნაბიჯები ახლა გადაიდგმება და სად მივდივართ. ხო? აი რა საითკენ მივდივართ და რა იქნება, ხო? მაგრამ მეორეს მხრივ
საერთოდ არ ჩანს რეალურად ეს ხალხი აქეთკენ უნდა წასვლა არ უნდა წასვლა როგორ თმობენ როგორ ეთმობა თავის ან რაღაც ტიპის კითხვები ხა ჩვენი იდენტობა რა იქნება როგორ იქნება რაღაც ის ფუნდამენტები რაც რაღაცნაირად განაპირობებს რაღაცა ხო მათ სუბიექტურობას ეს აი წავა რა და ამაზე ხა მესმის რომ ძალიან რთულია მსჯელობა და ლაპარაკი რა თავისთავად პრობლემა ეგ არის ამ ამბავში რომ მაგაზე ვერ ვილაპარაკებ სად დგას ეს ხალხი და რა ტიპის და შენ რო გააკეთე აქცენტი რევოლუციაზე სადაც მარქსთან ეს არის ლოკომოტივი და ბენიამინთან ეს არის რაღაც ტიპის გაჩერება ამოგდება ხო ამ სიჩქარეს აი კიდევ არის ეს მესამე ვერსია ამ რევოლუციის როგორც მატარებელთან ასოცირებულია, რომ აი გაჩერება და ჩამოსვლა და გასვლა გარეთ, აი რაღაც პოსტკოლონიური ეს ისა, ხო ეს ის რო არის მატარებელი რო სულ დადის და აჩერებდა, აჩერებულს და ჩამოდიხარ და გარეთ ხედავ, ანუ რაღაც ტიპის პოსტკოლონიური ხედვა რა. აი ამ ხედვაში მაგალითად როგორ შეიძლება აი ამ გურულების რესპუბლიკის მათი აგენტობის ქონის არ ქონის და დროში გაჩერებლობის ამბავი წავიკითხოთ. აი თუ გიფიქრე ამაზე ეგ მინდა გკითხო და თან ძალიან ირონიული არის ახლა ჩემ კვლევაში შეკვედება რომ გურულები ვერასდროს ვერ პროლეტარიზდებიან. ანუ გურია ვერასდროს ვერ პროლეტარიზდება რა, დღემდე არ გაპროლეტარებულა ხო გურია და რაღაცნაირი ისა ხო წაეულას ამით არ ვიცი რა ქვია რა ხალხს უნდა განვითარება მოდერნიზაცია მაგრამ არ დგება ეს მოდერნიზაცია ამ გურიაში რა არც საბჭოთა კავშირის დროს არ დადგა და არც პოსტსაბჭოთა კავშირის დროს ეგეც საინტერესოა ძალიან დიდი მადლობა ხო ეს არის რა ძირეული შენიშვნები და ეს არის კითხვა არის რომ ანუ ეს რა შვებიან ხო სკურულები ასე ვთქვათ მეტაფორულად თუ პირდაპირ შრომობით მატარებელს რო აჩერებენ და ხო დავარ ვთქვათ რომ ჩამოდიან ან აღარ ატარებენ იმ მატარებელს რომელიც მათ თავზე გადადიოდა ხო პირდაპირ ანუ მართლა მათ რეგიონზე გადადიოდა ისე რომ უბრალოდ რაღაცა ბაქო თბილისი ან თქვა რაღაცა ჭიათურა ხო ბათუმს რაღაცა ესე აკავშირებდა ერთმანეთთან ხო რეალურად აი თქვათ მიხაკო წერეთელი რასაც მიანიშნებს შეიძლება ან თქვათ აი ეს ვიღაცა გაფანტულად რო არის აი ეს მითითებები იმაზე რომ აი რა ტიპის მართლა ურთიერთდახმარების ქსელი იყო და როგორ მართლა ბოლომდე დააგემოვნეს ეს თავიანთი თავისუფლება და ეს საჯარო სუბიექტად ყოფნა ამ სრულიად მანამდე სრულად უფლებო გლეხებმა ხო ანუ აქ თავარი ალბათ რაშიც არის ეს პოსტკოლონიურობა და ეს უარის თქმა აი ამ მოდერნიზაციის აი ამ რაღაც ტელეოლოგიურ სქემაზე არის ის რომ ანუ აღარ გჭირდება დამატებითი რაღაცა აკრობატიკა და სამომავლოდ რაღაცეების დაგეგმვა და იმის თქმა რომ არა ეხლა ეს ჯერ იდეაში არ გვინდა ან თქვათ უნდა ცოტათი უკან დავიხიოთ, იმიტომ რომ ჯერ არ არის იმის დრო, რომ თქვათ რაღაცა სოციალიზმი დამყარდეს, იმიტომ რომ ჯერ პოლიტიკური ფლობები მოკლედ ხო როგორც არიან, ასეთ. მით უმეტეს მე შევიკებ თან რაც განსაკუთრებით იყო გამოკვეთილი აი ეს საფეხურების თეორია, ხო, რომ ჯერ პროგრამა მინიმუმი, მერე პროგრამა მაქსიმუმი. ჯერ პოლიტიკური რევოლუცია, მერე სოციალური რევოლუცია. ხო, ჯერ თქვათ ლიბერალიზმი და კაპიტალისტური სრული განვითარება, როცა თან ჩამორჩენილი ქვეყანა ხარ და მერე უკვე სოციალიზაცია. მას მერე რაც გაივლიდი ყველა იმ ეტაპს, რაც ევროპამ შენზე უფრო ადრე და შენზე უფრო ნელა გაიარა, ხო? ანუ ამაზე უარის თქმა ვლინდება იმაში თქვა და მართლაც ეს წერეთელიან ვიღაცა სხვები რომ უბრალოდ აღწერენ იმას რომ აი რასაც ესენი აკეთებდნენ ეს გურულები აი აქ და ახლა განასხეულებდა ყველაფერი იმას რაც უნდათ რაც წაკითხული ქონდათ იგივე რა ვიცი საფრანგეთზე და ყველაფერი სხვა ხო იმიტომ რომ ის მოქალაქეობაც და ის რაღაცა ის რესპუბლიკურობაც და ყველაფერი ის რაც მათ წარმოედგინათ იმ
სამყარო საფრანგეთში მათ ძვალსა და რბილში გაიჯინეს, ასე ვთქვათ. ცოცხალი აქტუალიზაცია მოახდინეს ამისი იმის მაგივრად, რომ პარალელურად რა თქმა უნდა, პლუს იყვნენ აშკარად ძალიან დამჯერი მოსწავლეები სოციალ-დემოკრატების და ასე გარდამავალი კლასი ვართ და ასე რაღაცნაირად თან არსებობდა ეს ორი რაღაცა და ისევ რას აკეთებდნენ და მე რა არტიკულირდებოდა და ვის ქონდა ეს სიმბოლური ძალაუფლება, რომ თქვათ დაედგინა, ხო, თეორიულად მოეხელთებინა ეს ყველაფერი, ხო, მაგაში სანდიდი აცდენა არის, ხო, იმიტომ რომ აშკარად თქვათ ჟორდანია რასაც ლაპარაკობს ერთის ხრივ ის კი არ არის უბრალოდ ჰაერში დაფრინავს და გონს არ არის გლეხები რა შვებიან, ანუ პირიქით იმის გამო რომ ძალიან კარგად იცის რა მხელა ძალა არის ცდილობს რაღაცნაირად გააკონტროლოს ნარატივიც და ეს კალაპოტი შექმნას იმისთვის როგორ რა ადგილს დაიჭერენ აი ამ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში, ხო, მაგრამ არის მე მთელი კიდე რაღაცა ეს პალიტრა ამ პრაქტიკების თუ გამოცდილებების რომლებიც იფილტრება აი ამ მათ შორის ძალიან ბევრი ამ სოციალ-დემოკრატის მე უკვე მოგონებებიდანაც ისევე როგორც უშუალოდ ამ გურულების მოგონებებიდან, რომელთაც უბრალოდ იმ კითხვებს არ უსვამენ, რომლებიც ამოიღებდა მათგან აი მაგ ინფორმაციას, ხო? ხალხს მე რომ შემედგინა ეს კითხვარი, სხვანაირად დავუსვამ, ხო? ასე რომ ხო, და თან ანუ თავარი კიდე საფრთხე არის ის, როგორც ისტორიკოსისთვის, რომ ზედმეტ ეგზოტიზაციაშიც არ გადახვიდე, ხო? რომ აი ეს რაღაცა ეს ავთენტური, ეს ნაღდი რაღაცა გლეხური აი ეს ენის და აი რაღაცა დისკურსის მიღმა მყოფი რაღაცა ეს სივრცე არ გააფეტიშო მაშინ როცა აშკარად პირიქით მუდმივი ურთიერთქმედება არის აი ამ რაღაცა ბეჭდურ, ინტელიგენტურ აი ამ რაღაცა მოდერნიზაციის ძალებსა და აი ამ რაღაცა გლეხობაში არსებულ სხვადასხვა სამართლებრივ შრეებს თუ თქვა ეკონომიკურ ინტერესებს და პოლიტიკურ სურვილებს შორის და ეს ინტერაქცია უნდა და ეს ურთიერთგაჟღენთვა უნდა წარმოაჩინო პირველ რიგში. მაგრამ თავისთავად რაღაც ტიპის ძამჭახე დაძაბულობა ან tension რასაც ქვია და რაღაცნაირი აცდენა არ ჩანს, ხო? არა, ხო. საბოლოო ჯამში ეს ჰეგემონია სოციალ-დემოკრატებისა, ну, აბსოლუტურად სრული იყო და დარჩა. ანუ თან ისიც ხო არ არის, რომ რამობთ რომ ეს გულის რესპუბლიკით რაღაცა დამთავრდა და ეს ვერ ჩაეწერება რაღაცა უფრო დიდ ესე ტელეოლოგიურ ნაციონალისტურ ან მარქსისტულ ნარატივებში და ამ შემდეგ, ანუ რა თქმა უნდა, რაც დარჩა არის ის, რომ დაილექა რაღაც გამოცდილება და გურია დარჩა ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე რეგიონად პოლიტიკური გათვითცნობიერებულობის ციგნიერების და ეს გამოვლინდა პირველ რესპუბლიკაშიც და მე ადრეულ საბჭოთა პერიოდშიც, ხო? ამიტომ კი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დარჩა, უბრალოდ ვის აქვს მე ეს ძალაუფლება, რომ რაღაცა ეს კალაპოტი დაადგინოს, რომელშიც ამ ყველაფერს თაობაზე ნარატივი შედგება, ხო? ეგ არის მთელი ამბავი. ხო, დაწყებული თქვა ჟორდანიადან და თვითონ მისი კოლეგებიდან, ვინც რაღაცა ტიპის შეიძლება დავარქვათ სიმბოლურ ძალადობას მართლაც ჩადიან, ხო, მგლეხობაზე, როგორც ეს კონტროლი შეინარჩუნონ. დამთავრებული აი ამ საბჭოთა აი ამ ბოლშევიკური მეხსიერების პროექტით, რომელიც აი ესე კითხვას მიაწვდის და იქ მთლიანად იქ მთელი თქვათ წინასწარმე უკვე ეს არის დახარისხებული არის და გამოყოფილი არის პერიოდიზაცია ყველაფერი რაშიც ექცევა შენი ნარატივი ძალავნებურად რაწამს იწყებ პასუხისგაცემას და რაწამს ვიღაცა თავისას გაუბერავს იქ მე ინსტიტუტის წარმომადგენელი წააწერს ხოლმე რომ ეს სრულად ვარგისია გამოსადეგარი არის ჩვენი მუშაობის იმიტომ რომ არ პასუხობს იმას რაც უნდათ რომ ამოქაჩონ ამ გლეხებისგან ხო, ასე რომ რთული ამბავია. კაი, მორჩეთ მაშინ.